მოგესალმებით 12 აგვისტოა და ორიგის ხდომა არის სამეურვეო საბჭოსი გაგაცნობ დღის წესრიგს. ერთი არის იცით რომ მოახლოვდა აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევნები. აჭარის ტელევიზია ესწრება, ხო? ხო, თუ ესმის და არის პირველი და გამოვაცხადოთ კონკურსი გამოცხადებასთან დაკავშირებით შემოტანილია წესი არის ფორმალობა არის, მაგრამ შეიძლება რომ ის სხვა წესით ტარდებოდა და სხვა წესით ახლა ალბათ უნდა უნიფიცირება მოხდეს და საბჭოს უნდა კენჭი უყაროს. მეორე არის გადაწყვეტილების მიღება და კონკურსის გამოცხადების შესახებ, აქაც კონკურსი კენჭის ხრით უნდა დავადასტუროთ. შემდეგი საკითხი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის მიერ შემოტანილ სამსახურო აღნიშნულ საკითხებს ჯელობა ჩვენ წინასე გადავდეთ აღნიშნული სხდომისთვის. მეოთხე საკითხი არის მეორე კვარტლის ანგარიშების მოსმენა. გარდა ამისა გამოგზავნილი იყო სამეურვეო საბჭოს სამი წევრის მიერ საკითხის დამატების შესახებ შინაარსობრივი დასაბუთებული შინაარსობრივი და ფორმალური თვალსაზრისით შინაარსობრივი თვალსაზრისით ესე ვთქვათ არის რომ სამეურვეო საბჭო კომპეტენციას ეს არ შედის გენერალური დირექტორის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების განხილვა და აქ მისი რევიზია მით უმეტეს. რაც შეეხება ფორმალურ საკითხს აღნიშნულია სამი წევრი აღნიშნავს რომ ეს არის საგანგებო სხდომა და რეგლამენტში არის მუხლი რომ საგანგებო სხდომა შეიძლება მოიწვიოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დირექტორმა და სამეურვეო საბჭოს ერთმა მესამედმა და უუნებრივად მოიწვევენ იმ დღეს ეს რიგით არის. მე ერთი არის რომ ეს არ არის საგანგებო სხდომა, ისე მაინც ყოველ შემთხვევაში რომ ვიცოდეთ, ის მოგხსენება ჩვეულებრივი რიგითი სხდომაა დანიშნული, მაგრამ გარდა მაგისა ფორმალური თვალსაზრისით თუ ეს ერთი მესამედი მოიწვევს, ამას აღარ ჭირდება თავმჯდომარის სახელი, მაგრამ იმ მათემატიკით რაც მე ვიცი აქამდე მისწავლია, სამი არ არის ბორდის წევრთა რაოდენობის ერთი მესამედი მინიმუმ ოდნავ მეტია. ამიტომ ეს 4 ეს დღის წესრიგში ბუნებრივია ეს საკითხი ეს ფორმალური და ვერ შინაარსობრივი თვალსაზრისით ვერ მოხდა, ანუ ვერც კანონით და ვერც შინაარსობრივით. ასე რომ მუშაობთ იმ დღის წესრიგით რაც არის. პირველი ბოდის შეკითხვა თუ შეიძლება დღის წესრიგთან დაკავშირებით. ასევე კომენტარები. დიდი მადლობა. ესე იგი პირველი თქვენ რაც ზანეთ საკითხის ჯერ დავიწყებ რაც დღის წესრიგით არის წესთან დაკავშირებით იმედია ვიმსჯელეთ, იმიტომ იმ წესში რაღაც პუნქტია რომელიც მე მგონი განმარტებას საჭიროებს და ამაზე მოგახსენებთ უშუალოდ როდესაც განვიხილავთ გასაგებია ფორმალური საკითხია, მაგრამ ფორმალური არა იმ გაგებით, რასაც ჩვენ მოგოთხო, იმიტომ მნიშვნელოვანია ამ დებულებას ესე თქვა სერიოზულად შევხედოთ რა და რაღაც მოსაზრებები მაქვს. რაც შეეხება საკითხის დამატებას მე ნახე სხვა შორის ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რამიტომ კითხვით მინდა დავიწყო ბატონ ვასილი. ის წერილები, რომელიც ადვოკატის საპასუხოდ გამოიგზავნა იქ ჩვენთან რაც მოვიდა, იმას ხელმოწერები არ აქვს და ის თქვენი წერილებია? თქვენი გამოგზავნილი წერილებია თუ რაღაც პასუხები მოვიდა ჩვენთან და ის რა წერილებია? ანუ თქვენი წერილებია, ამიტომ პასუხი ხელმოწერა არ აქვს და არის პასუხი ბატონ გიორგის წერილზე და ამიტომ გეკითხებით თქვენია ეს წერილები? არა ახლა მითხარ თუ თქვენი წერილებია, უბრალოდ მაინტერესებს.
ანუ ეს თქვენი პასუხებია, ხო? ადვოკატთან რომელმაც ითხოვა განხილვა მისი ასე თქვა წერილების, იმაზე არის პასუხები და მოვიდა პასუხები, უბრალოდ ვინ აწერს ამ პასუხებს ვერ გავიგეთ, იმიტომ გეკითხებით. ანუ თქვენია, გასაგები. ხო, კი ბატონო, უბრალოდ იქ რამდენადაც მე წავიკითხე ეს ორივე ასე თქვა საკითხი და ერთი ეხება საკითხის განხილვას ქალბატონის, რომელიც ძალიან ესეთი თქვა შეიძლება არ არის მარტივი საკითხი ჩემი აზრით, ხარ მინდა აქ ისე გამიგოთ, მაგრამ ხარ 8 თვის ბავშვის დედასთან არის დაკავშირებული, ამიტომ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ იქნებ მაინც მოიძებნოს აქ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება გადადგმული ნაბიჯი ამ ადამიანის მიმართ. ახლა მე არ მინდა აქ არანაირი სხვანაირი ასე თქვა შინაარსი მივცე ამ დისკუსიებს. პირდაპირ ვამბობ, რომ ეხლა ის ადამიანურად ძალიან ასე თქვა სერიოზული საკითხია. ეს არის შინაარსობრივი საკითხი, გეთანხმებით, თუმცა იმ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს საკითხი განვიხილოთ, ვინაიდან არსებობს მუხლი მაუწყებლობის შესახებ კანონის, ეს არის მე-18, რომელიც გვეუბნება რას, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირის, საზოგადო მაუწყებლობის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ აქ და მას აქვს უფლება გაასაჩივროს. ეს პირდაპირ წერია განსხვავებით სხვა საკითხებისგან, სადაც არ წერია ეს და შეიძლება მართლაც მივუდგეთ ისეთნაირად, რომ რაღაც საკითხი არ არის, ასე თქვა, ჩვენს კომპეტენციაში, იმიტომ რომ არ გულისხმობს ამ განხილვებს. ამიტომ ვინაიდან ესეთი ნორმა არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. ეს ერთი საკითხი. რაც შეეხება მეორე წერილს, ბატონი ივანოვთან დაკავშირებით, ივანო ჩიქოვანთან დაკავშირებით, იქ სხვა რამეს ითხოვს ადვოკატი ჩვენთან, ის ითხოვს იმას, რომ მეორე შემთხვევაში თქვენ გაეცით პასუხი 5 დღის განმავლობაში, რასაც გავალდებულებთ ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი, მე-80 მუხლი, თქვენ უნდა გასცეთ 5 დღის განმავლობაში თუ მოგმართათ მოქალაქემ, მაგრამ ის იურისტი წერთ კითხვას, რომ რატომ არ გაეცით 5 დღის განმავლობაში კითხვა და მოგმართავს ჩვენ სამეურვეო საბჭოს, რატო არ გაეცით 5 დღის განმავლობაში პასუხი კითხვაზე. ეს არის ეს განხილვის საკითხი, ვინაიდან თქვენ ხართ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თქვენ უნდა გაგეცათ ამაზე დროულად პასუხი, იმიტომ რომ აქ არის ასევე ვიმეორებ, შეიძლება ჩვენ მარტივად უყურებდეთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს მარტივი საკითხები არ არის და თუ თქვენ ერთ შემთხვევაში ცდილობთ დაიცვათ კანონი, მეორე შემთხვევაში რატო არ იცავთ კანონს, ეს არის საკითხი და მე მგონია, რომ ამისთანაც საკითხებს ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და შესაბამისად უნდა დაიცვათ აუცილებლად ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი. ეს მეორე საკითხი, რომელიც ასევე მინდოდა მეთქვა. დანარჩენ თემებსაც აუცილებლად შევეხები, ეს არის დღის წესრიგით თქვენ რაც შემოგთავაზეთ მესამე საკითხი. ჩვენ მე რამდენადაც ვიცი, წავიკითხე, ქალბატონ თინას ჰქონდა წერილი გამოგზავნილი სამეურვეო საბჭოში, გასცა პასუხი ქალბატონმა ლიკამ და ჩვენც მე და ზაზამ გამოვაგზავნეთ ამის თაობაზე ჩვენი ასე ვთქვათ მოსაზრება და ეს მოსაზრება მარტივად რო ვთქვათ, სამწუხაროდ თქვენ არ წაიკითხეთ ჩვენი წერილი წინა სხდომაზე. ძალიან მე ვფიქრობ და გასაგებად არის ყველაფერი ახსნილი, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ჩვენი კომპეტენციის საგანი, ჩვენ ამ თემაზე კოლეგიალურად, კოლექტიურად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, შესაბამისად ეს არ შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს ასე ვთქვათ განხილვის საგანი, იმიტომ რომ იმას რაზეც გადაწყვეტილებას ვერ იღებ, ვერ განიხილავ და შესაბამისად ჩვენ მოგმართეთ, რომ ეს საკითხი ასე ვთქვათ ისე როგორც ამბობს ქალბატონი თინა ისეთი ფორმატით გაგრძელდეს ალბათ, იმიტომ რომ ეს არის ორი ადამიანის შორის დავა და დისკუსია. შესაბამისად, თუ თქვენ დღეს კვლავ გადაწყვეტთ ამ საკითხის განხილვას, ბუნებრივია, ვინაიდან ეს ჩვენ კომპეტენციას ცილდება, არ ვაპირებთ არაფორმალურ
განხილვებში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ ეს გამოდის რომ არის არაფორმალური განხილვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამეურვეო საბჭო არის ფორმალური საკითხების განხილვის ადგილი. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ამაში მონაწილეობას და უჩვენოთ თქვენ შეგიძლიათ რაზეც გნებავთ იმაზე იმჟელოთ და ისაუბროთ. დიდი მადლობა. დანარჩენ საკითხებს იმის დამიხედვით გავაცნობთ. მადლობა. მე გაგეცით ქალბატონ თინათინ თქვენ პასუხი წერილობით და საბჭოსაც გავეცი პასუხი და მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. თქვენ არ ვიცი რა გაქვთ სათქმელი. ეს არ იყო მტკიცებით, ეს იყო შეკითხვა, ეს არ იყო მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ფრაზა და თქვენ არ ვიცი რა მიზანი გამოძრავებთ სინამდვილეში. ანუ როგორც ლაშამ თქვა, მეც ვეთანხმები, ეს არ არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს ხდომაზე. და ასევე მეც არ ვაპირებ აი ამ განხილვაზე დასწრებას. დღეს ეს რიგთან დაკავშირებით კიდევ იმას თუ აქვს? იმიტომ მე ხლა რაც შეეხება მარის შიხაშვილის საკითხს, აი როგორ მოგიტრიალდათ ხელი და როგორ გაუშვით სამსახურიდან მეძუძური დედა, უბრალოდ მაინტერესებს მორალურად, როგორ შეძელით ამის გაკეთება? როგორ გაუშვით სამსახურიდან ახალგაზრდა გოგო? შვილის დედა. ეს როგორ იქნება მიკროფონი? გაუშვით სამსახურიდან, უბრალოდ საოცარი. ჩვენ ახლა საუბრობთ ჯერ დღეს ეს. ანუ არ განერიულებთ ეს თემა, აი სინდისიერად გზნობ თავს? ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი წუთით რა, ძალიან გთხოვთ. არა, ვიხოთ, არა, უკაცრავად პასუხია და აქ ვერავის სწორედ ეს არის. აქ წავალთ მხოლოდ კაცრად დღის ეს რიგით, მით უმეტეს ურთიერთობათა იმ ტრადიციებს. თქვენ არ შეიტანეთ ეს საკითხები განხილვაში, დღის წესრიგში რო არ მოახვედრეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკებთ ღიად და საჯაროდ. ადამიანებს უშვებთ სამსახურიდან პანტა-პუნტით, არც ერთი წამყვანი, ყველა უარს ამბობს, რა ხდება საერთოდ გაგვარკვიეთ შიგნით, რატომ მიდიან წამყვანები ერთი მეორეს მიყოლებით აქედან. ზოგს თქვენ უშვებთ, ზოგს თვითონ არ უნდა აქ ყოფნა. და აგვიხსენეთ, რა კლიმატი ჩამოყალიბდა აქ ისეთი, რომ ადამიანებს არ უნდა სამსახურში მუშაობა და ვისაც უშვებთ, რა მიზეზით უშვებთ. ანუ დრო მიდიან ადამიანები, ის დანაკლისი ხონდა შეივსოთ რაღაც ბაზით. ადამიანებს ყველას უშვებთ სამსახურიდან, საიდან შეავსებთ. ეხლა მე გავიცოდე, დაასრულე და გასაგებია. ეხლა მე გთხოვთ, რომ ეს მიკროფონი მეტი აღარ ჩაიქთოს სხვისი. გადავდივარ დღის წესრიგის და განმარტებას თუ ეს ახდენს საბჭოს ხდომაზე მენეჯმენტის წევრების მიმართ დასწრება თუ მოახდენს პროვოცირებას, რომ რეგლამენტი დაირღვეს, ამასაც მივხედავთ. ეხლა რა შეეხება დღის წესრიგს. ჩვენ დღეს ახლა აგერ მე გთხოვთ, რომ კეჭისყრით დავადასტუროთ, მე გითხარით, რომ ფორმალურად როგორ დღება დღის წესრიგი, ეს შეიძლება ეს საბჭოს ყველა წევრმა ძალიან კარგად იცის. კიდევ ერთხელ გაგემეორებთ, როგორ შედგება ეს დღის წესრიგი. ეს არის ადგენს ამას თავმჯდომარე და შემდეგ არის სამი წევრი, რომელსაც ეს საგანგებოსთან დაკავშირებით ან და კეჭისყრით შემოტანილი. ეს ფაქტობრივად იყო ახლა მცდელობა, რომ ახსენე ჯდელობა ასე რომ აი ეს არის დღის წესრიგი, გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ამ დღის წესრიგით ვივდივარ და მხოლოდ ამ დღის წესრიგთან დაკავშირებით ჩაერთვება. ეს ერთი. ეხლა შეეხება პირველ საკითხს მოგახსენებთ. ეს არის თავიდანვე ვიტყვი სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტი, არ იქნება ეს წესი მიღებული და მოდებრივია დარჩება მაშინ ის წესი რაც არის, მაგრამ არის ლოგიკა მოითხოვს, იმიტომ რომ ეს ადრე შეიძლება ადრეც გაკეთებულიყო, მაგრამ ხო და იმიტომ რომ ესეთი წესი იყო დამკვიდრებული თავიდან, რომ აჭარაში იყო სხვა წესი, იქ ორი სამეურვეო საბჭო იყო პრაქტიკულად ერთი იქ და ერთი აქ. ეხლა ალბათ ლოგიკურია, რომ როგორც ერთი ირჩევა, ისე იქნას არჩეული, იმიტომ რომ ორივე ტელევიზია გათანაბრებულია და ეს არის თუ უშუალოდ არის ერთი ერთზე, იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა ეგ. ისე თუ რამე კონკრეტული შენიშვნები არ არის, თუ არა და თავთავი ბატონო ლაშა და მოგცემთ ახლა უკვე დანე და ვიცი რომ გაქვთ. კი ბატონო. და კი პასუხობთ, მე პირადად რო გითხრათ რამე განსაკუთრებული ის ამასთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, არ მაქვს. ეს თავის დროზე ეს წესი არის მიღებული სამეურვეო საბჭოს მიერ, ეს მოქმედებს უკვე დიდი ხანია. ქალბატონი თინაც ამ წესით არის არჩეული თავის დროზე. გააკეთე. ხო,
ესე იგი მთლიანად რა თქმა უნდა ძალიან მარტივი წესია ამასთან დაკავშირებით ხა ორი ტურით ტარდება პრეტენზიები ცხადე არ არის უბრალოდ არის ერთი პუნქტი რომელმაც ჩემში კითხვები გააჩინა და ეს არის 2-2-2 კონკურსის მეორე ტური სადაც წერია რომ გასაუბრება არ წარმოადგენს სამეურვე საბჭოს სხდომას უბრალოდ ჩემი შეკითხვა ის უნდა მიმართო თქვენ უნდა მოგმართოთ ბატონო თუ დაშვიდეთ რა გაჩნიან ხო ნუ თქვენი სახელით მოვიდა და ამიტომ ესე იგი მე ვფიქრობ რომ კითხვა რა არის რომ ყველა პროცესის ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს სამეურვეო საბჭოს ფარგლებში და მოქმედების ფარგლებში თუ ეს ხდომა არ არის მაშინ რაღაცა პროცედურა რომელსაც უნდა აუცილებლად ითვალისწინებდეს მოქმედი კანონმდებლობა ეხლა მე ვეძებე არც ადმინისტრაციულ სამართალში ერაფერი ვერ მიუსადაგე არც მეორე კანონი რომელიც ეს ორი კანონია ჩვენთვის გადამწყვეტი მეორე კანონში მაუწყებლობის შესახებ ანალოგიური ნორმა არ არსებობს ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიპოვე აქედან გამომდინარე ჩვენ მე მომეჩვენა რომ ჩვენ გავდივართ ამ შემთხვევაში ამ სამართლებების სივრციდან რამაც შეიძლება პრობლემები შექმნას გარკვეული სტანდარტებთან დაკავშირებით იმიტომ რომ თუ ტარდება და ეს მე მაინც გონია რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საბჭოს ფარგლებში გასაუბრებაც რატომ იმიტომ რომ არსებობს სტანდარტები რომელსაც ადგენს კანონი როგორ მუშაობს სამეურვეო საბჭო ეს სტანდარტები მდგომარეობს მაგალითად ქორუმის არსებობისთვის მაგალითად ეხა ერთი კაცი დაესწროს თქვა და არ არის სამეურვეო საბჭო ერთი კაცი დაესწროს გასაუბრებას თქვა ნუ ეს არ მიმაჩნია სწორი იყოს იმიტომ რომ კანონი პირდაპირ გვეუბნება მაგალითად არის სტანდარტები გამჭვირვალეობის საჯაროობის რა ძალიან მნიშვნელოვანია ღია სხდომებზე არსებობს უფლება თქვა ვიღაცამ კითხვა დასვას და მუდმივად არჩევნები ტარდებოდა ამ პრინციპების და ამ რაღაც წესების დაცვით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აი ეს ამ ნორმის აი ამ პუნქტის შემოტანა სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი და ამიტომ მარტივია ჩემი წინადადება, კითხვაც დავსვი თუ განმარტავთ და მე ნუ ჩემი წინადადებასაც მოგახსენეთ მაშინ. კი ბატონო. მოკლედ განმარტავ მოგესალმებით. პირველ რიგში კანონი არ ითვალისწინებს გასაუბრების ფორმატს მოგეხსენებათ, პროცედურა გაწერილია საკმაოდ მშრალად კანონით. ეს გასაუბრება შემოღებულია როგორც დამატებითი შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ კანდიდატები სამეურვეო საბჭოს წევრებმა, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას და კენჭსუხრიან თითოეულ კანდიდატს. ამიტომ იქნება ეს სხდომის ფორმატი თუ არა სხდომის ფორმატი არსებითი გავლენა პროცესზე ვერ იქნება მოხდენილი ვინაიდან იმ გასაუბრების შედეგად არ მიიღება არავითარი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება აუცილებლად კენჭისხრა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომის ფორმატში, როგორც გათვალისწინებულია კანონით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა უკეთ გაიცნოს სამეურვეო საბჭომ კანდიდატები დასვას დამატებითი კითხვები, ანუ სავალდებულოც არ არის, კანონიც არ ითვალისწინებს გასაუბრებას, როგორც ფორმას ერთ-ერთ ეტაპს არჩევის და შესაბამისად შესაძლებელია ცხადია, რომ ეს არ იყოს სხდომის ფორმატი და ასევე შესაძლებელი იყოს სხდომის ფორმატი. იმიტომ რომ გადაწყვეტილება ამ გასაუბრების შედეგად რაც მიიღება, არის სხდომა. და გათვალისწინებულია სხდომის სახით. თქვენი ნებართვით დავაზუსტებ. ესე იგი, მე გავიგე თქვენი ლოგიკა, უბრალოდ ამ შემთხვევაში გასაუბრება არის შერჩევის პროცესის ნაწილი და ლოგიკურია, რომ ეს იყოს საბჭოს სხდომის ნაწილი, იმიტომ რომ წინამდეგ შემთხვევაში ჩვენ ვადგენთ ნორმას, რომელიც ცდება გადის სამართლებით ჩარჩოდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ ამას ვიტყვით, ეს ნიშნავს, რომ ის სტანდარტები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განსაზღვრულია კანონით, ამ სტანდარტებს გავცდებით. ამის რისკი არის. მე არ ვამბობ, რომ ამას ვიღაცას ამ ბოროტი განზრახვა ქონდა და რაღაც, მაგრამ ეს ამას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ჩემ წინადადება ბარემ აქვე გეტყვით, ეს არის რომ ამოვიღოთ ეს ნორმა, ვინაიდან შეიძლება ამას გარკვეული სამართლებრივი უხერხულობა საკმაოდ სერიოზული შეგვიქმნას პროცესის დროს. იმიტომ რომ თუ ჩვენ გავცდით
ამ ასე ვთქვათ დადგენილ წესებს, რომელსაც კანონი განსაზღვრავს, მომენტალურად გამოვარდება ეს ნორმა და აუცილებლად იქნება ესეთ შეფასება, რომ ჩვენ გავედით ამ ფარგლებიდან. ამიტომაც მე მგონია სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ამას ამოვიგებთ ელემენტარულად და გასაუბრებაც ისე რომ კენჭისყრაც იქნება სამეურვეო საბჭოს ფუნქციობის ფარგლებში, რაც არის განსაზღვრული მისი კანონის 30-ე მუხლით, რომელიც ეხება სხვა მუხლების. დავაზუსტებ ბატონ ლაშა, კენჭისყრა ყველა შემთხვევაში სხდომის ფორმატია. კენჭისყრას არ ეხება გასაუბრების ნაწილი და მეორე, ნებისმიერი საქმიანობა, მე გავიგე, გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა უბრალოდ ხაზს გაუსმევ, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ფორმა საქმიანობის სამეურვეო საბჭოს, საქმიანობის ნებისმიერი ფორმა, მასზე ვრცელდება სამეურვეო საბჭოს საქმიანობის პრინციპები, ამიტომ ამ რისკებს მე ვერ ვხედავ. რეგლამენტიც არსებობს და შესაბამისად ეს იქნება სამუშაო შეხვედრა თუ ეს იქნება გასაუბრების ფორმატი, ამის გამოცდილებაც არსებობს, გამჭვირვალობა, კანონის მოთხოვნების დაცვა, ეს არის ზოგადი პრინციპები, რომელიც ვრცელდება სამეურვეო საბჭოს საქმიანობაზე. ეს არის უბრალოდ ფორმა. წარმოადგენს სხდომასო ეს გულისხმოსო ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებთ თქვენ რასაც ამბობთ ახლა. ვიცით. კი ბატონო, ეს თქვენი შეფასებაა, კი ბატონო. ერთოთი მოგახსენეთ ახლა და გეტყვით. ერთი რომ ამ გასაგებია რომ ძალიან ვთქილოთ რომ არ გავცდეთ და ამდენჯერმე ითქვა რომ სამართლებრივ ჩარჩოს უნდა გითხრათ რომ სამართლებრივ ჩარჩოს ვერ გავცდებით იმიტომ რომ ვითარ სამართალ ჩარჩოსთან კავშირი არ აქვს ამას. აქ არის ელემენტარული პრაქტიკა დამკვიდრებული, რომელიც კანონი არ ითვალისწინებს. ამას მიაქციეთ ყურადღება. კანონი არ ითვალისწინებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები გაესაუბრონ და სწორედ ამ საჯაროობაზე და გამჭვირვალებაზე რო არის საუბარი, ანუ უხეშად რო გითხრათ, საბჭოს წევრები აგერ დერეფაში თემაში კი არ ესაუბრონ, ამას ქონდეს საჯარო ხასიათი. ახლა მე რო ესე ფორმაა, თორე შეიძლება ესეთ გითხრათ, რომ საერთოდ ამოიღოთ ეს მუხლი და არანაირი გასაუბრება საერთოდ არ იყოს და დასაუბრება და სწორედ ეს მაშინ მიიღებს ესე ვთქვათ რაღაც ხასიათს, ეს იქნება ასე ქუჩაში, მაშინ და იმაში გასაუბრება. ეს არის კეთილ, არა, როგორ არა, ამასავ რა უნდა ჩაწეროთ კანონში. ესე იგი, ბატონ ლაშა, ხშირად ამბობთ ამ კანონზე, გასაგებია რომ თქვენი იურიდიული განათლება გაქვთ და თქვენ ძლიერი ხარ ეს იურიდიული, მაგრამ გასაგებია. ხარ ვიტყვი მათემატიკაზე რა, იურიდიულ ხაროზე გითხარით რა, მათემატიკა კი ახლა 3-3. თქვენ შეჯიბრეთ ხო, აგერ ყავთ თქვენ შესაძლებელია, მაგრამ გითხრათ რომ მე ამიტომ რომ გასაგებია საკითხი ერთი არის რომ ესე ვთქვათ ამოღება, შეიძლება დავასრულო. თუ მიაქცევთ ყურადღებას რომ არა, საერთოდ უნდა გითხრათ რომ არბოდა გითხრათ ჩვენ კანონს ვერ შევცვლით. არა, ნეტა იცოდე ხვდებოდეთ ფაის რაში გონიათ, რაში ვეწინააღმდეგები ხა. ერთი წუთი. რა არის პრობლემა, რა სიტყვოთ კონკრეტულად? დავწეროთ რომ პროცესი არ გავიდეთ გარეთ, იმიტომ რომ ამითი წერია რომ გასაუბრება არ წარმოადგენს სხდომას. რა დავწეროთ ვითხარი ბატონო? დავწეროთ რომ არის სხდომი, წარმოადგენს სხდომას. ან აი ეს არის ამ საკითხი. თითამის შეიძლება რა მაგაზე მინდა გავცადოთ. დარი? ერთი წუთი. აი ბატონო ლაშა. რატო უნდა გაუბრალო? ერთი წუთი რა. რა მითხარით ფორმულირება? მითხარით დაწერეთ. არა, თქვენი იყოს, აი მინდა რომ თქვენი იყოს, რატო კითხვა მინდა დავსვა რა. როგორ არის პირიქით ვერ ვიგებ რას ამბობ. შეიძლება მე თქვი არ მითხარით. საბჭოს ხდომა იყოს იმისთან უკაცრავად უგნებოთ მე არა, როგორ. კი ბატონო. საბჭოს ხდომა იყოსო, ხო თქვენ ამბობთ. იმის მაგივრად რომ ეწეროს გასაუბრება არ წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს ხდომას, ეწეროს გასაუბრება წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს ხდომას. ეხლა შევათ ჩვენ სერიოზულ პრობლემას მივადგებით. ერთი წუთით რა. ერთი წუთი. სხდომა სჭირდება ქორუმი. კომისიას და იმას რა ქვია, კონკურსს აქვს თავის პროცედურა, თავისი ვადა გაწერილი. ჩვენ განიშნულება გასაუბრება. გახდა ალბათ კომისიის წევრები. სხდომის წინ. რა, გასაუბრება არ მოშედგეს? როგორ შედგება თუ ქორუმი არ იქნება? თუ ქორუმი არ იქნება, სხდომა როგორ შედგება? ამიტომაც არის ეს ჩანაწერი არ ზღუდავს არაფერს ის რაც თქვენ გაგებებთ. გარდა მაგისა თქვენ კიდე ერთი რამე ბრძანეთ რა. კითხვა შეიძლება დაუსვას ვისაც სურსო. სხდომაზე არის ისიც რომ შეიძლება შემოსულმა ადამიანმა დასვას კითხვა, მაგრამ დირექტორის კანდიდატს არცად კანონში არ წერია, რომ ქუჩიდან მოსულმა ადამიანმა დაუსვას კითხვა. არჩევის დროს? წამიკითხეთ. ელენე, რამე მე რაც ნახე გამოგზავნილი წერილი უკაცრავად, მაგრამ ის რომ
საჯაროობას არ ზღუდავს. ბატონო ლაშა, ეს უბრალოდ ეს გასაუბრება ემსახურება სამეურო საბჭოს წევრთა არჩევანის საბჭოს წევრების გარდა შეკითხვის დასმის უფლება არ აქვს არავისთვის. იქ წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს ხდომას და გამოთქვას თავისი მოსაზრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანდიდატს ან ვინმეს სხვა ადამიანმა საბჭოს წევრის გარდა ვინმემ შეიძლება შეკითხვა დაუსვას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებითაც. კი, საჯარო. ხო, თქვენ ხო კარგად იცით ბატონ ლაშა, ეს როგორი ჩანაწერიც არის. შეკითხვა მაქვს შეიძლება თქვენთან ერთდული. ეს კანონში ხო არ წერია? არა, არ წერია. მე მაშინ გასაუბრება არ არის გათვალისწინებული კანონი. ესე იგი, ვაყენებ კეჭის ხრაზე, რომ საერთოდ ამოვიღოთ ეს გასაუბრების მუხლი და თემა არის დასრულებული. ვისაც უნდა გაესაუბრება და ვისაც უნდა არ გაესაუბრება. ვაყენებ ამას კეჭის ხრაზე. სანამ დააყენებთ ერთ გასაგებით შეძადება ხომ აქვს? კი, უბრალოდ მაგამდე შემოგთავაზოთ. ძალიან მარტივად მარტივად. საბჭოში ვაყენებ. არა, გასაგებია არამე ვისარგებლებ ამ შემთხვევით. თან ვაპარაკობთ თუ იმაზე, რომ მოხდეს რაღაც ჰარმონიზაცია, აჭარაში შეიცვალა ეს, ასე ვთქვათ, აღარ არის იქ ბურდი. მარტივი პრინციპია, როგორც თბილისში, ან როდესაც გაყოფილი იყო ეს ბურდები, აქ ვირჩევდეთ და წინა არჩევნები ესე იყო, ხო, საჯაროდ დაუსვით კითხვა. იდენტურია ეს წესები. არა, რას გულისხმობ იყოს ეს არა, სხვა რაღაც დაუნთავებ ერთ თუ შეიძლება. იყოს ეს რა პრობლემაა სამეურო საბჭოს ხდომა და იყოს საჯარო ეს კითხვების დასმა სამეურო საბჭოს წევრების მიერ. მე მგონი არაფერი რაღაც განსაკუთრებული და ქარიშხალი არ ტრიალებს ამ იმაში. ბუნდოვანება იყო, რომ რაღაცა აღარ ეს იყო თქვენ ხო მიიღეთ რამე ბუნდოვანება ითქვით ხა რაში ხედავთ უბრალოდ ვიდა რომ გადავჭრეთ სამართლებრივი საკითხი ხო და მე არ არჩევნები ჩატარდა ზუსტად ამ ფორმით ამ ბუნდოვანება არის ამ ბუნდოვანი იყო რომ მე სიმართლეებით აქედან ვერ გავიგე იქნება თუ არა ეს საჯარო გასაგებია ჩვენ კითხვებს დავუსმევთ მაგრამ რავი ვიღაც დაინტერესდა როგორც წინაზე ქალბატონ თინას რო უსმევდით კითხვებს ამას ხო მაგალითად უყურებდა ნახულობდა ვიღაც ხო ანუ ეს არის მეტი არაფერი არ არის ის კი არა რომ ვიღაცამ ქუჯა ეს ხო საჯარო იყო ელენე ანუ ხტომა რომ არ არის ამან არის ხო საჯარო მოიცა ზაზა თქვენ ხო მაინც გამოცდილი ხარ და იყავით არა თქვენ ხო მონაწილეობდით არა ზუსტად ამ წესით ჩატარებული არჩევნები იყო მაგას ვამბობ რომ არა ეს ამას ემსახურება რომ ზუსტად იგივე მე მგონი ვერ მივხვდით რას გულისხმობ ანუ არაფერს არ ვეძებთ ნეოთახში არის ის რომ უბრალოდ ეს არ არის როგორც იყო ისე მე გამაგებინე როგორც იყო ისე არ არის ეს სამეურვეო საბჭოს თომა და იქნება საჯარო რა პრობლემაა ანუ ხო ეს არის ჩვენი ინტერესი ტანზაზა თქვენ როცა იღებდით მონაწილეობას არჩევის პროცესში არ იყო საჯაროს არ იყო სხდომა მაგრამ იყო საჯარო ხო გახსოვთ ეს პროცესი სხდომა არ იყო ზუსტად იდენტური ჩანაწერი არის დირექტორის გენერალური დირექტორის არჩევის პროცესში მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად გადმოვიდე აი რამინდა იცი რომ ადამიანურად ჩათვალეთ რომ აი როგორც თქვა და შეუგნებელი ვარ არც მათემატიკა არც ადამიანურად თქვენ ამიხსენით როგორც წინა საბჭოს თავმჯდომარემ იმ წესში რა არ მოგწონდა და მეკვირდები რომ ისე შევცვლი როგორც გაგიხარდება. აი არ მოგწონდა. მე თავმჯდომარე არ ვიყავი, მაგრამ მე რაც წევრი ხო იყავი. კი, ჩემი რაღაცა რეკომენდაცია ასე ვთქვათ იქნება ის რაც მათ შორის ხო მაგალითად ის ხდომა მახსოვს და პრაქტიკაში ვითხარი რა არ მოგწონდა. პრაქტიკაში რაც მომწონდა იმ არჩევნებში იყო ის რომ იყო საჯარო. და იყო სამეურვეო საბჭოს ხდომა და გავაკეთოთ იგივე რა პრობლემაა. ხო საჯაროა. ხო და ხო არ არის პრობლემა რომ აქ ეწეროს ახლა რაღაც სამართლება ძალიან თეორიული მიმართავთ წინა გამოცდილებას და პრაქტიკას. წინა გამოცდილება და პრაქტიკა იყო მოსაწონი. ის იყო საჯარო არ იყო ხდომა, იგივე ჩანაწერი არსებობდა იმ წესში და ეხლაც მაშინ წინასწარ არ მიგვიღია ეს მე რომ მაშინ უკვე არსებობდა ის წერა აქვე როგორ არა ზუსტად თქვენ მიიღეთ ცვლილებები და შეცვალეთ კენჭისყრის წესი. თქვენ მიიღეთ ჩემამდე მაშინ იყო შეცვლილი. და იმ წესით ვატარებ თქვენ რომ მიიღეთ. ეხლა როგორი წესი გინდა მითხარი აჭადა? ჩავატაროთ მაგ წესით რომელიც წინაზე არა აქ იყო ბუნდოვანება იმაზე იქნება თუ არა საჯარო ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის უბრალოდ ეს ნახოს ხალხმა მეტი არაფერი არა პრობლემა არის. всё ანუ რავი მე მაგალითად ეს ელენე რამე საფრთხეა რომ მოიცადე მთელი ამბავი რაზეა რომ ეს ნახოს ერთი წუთი ესე იგი მთელი ამბავი თუ მივხვდი ერთ წუთი რომ მივხვდა მთელი ამბავი ძალიან ეს იყო სამას ეს ინტერპრეტაცია რომ რაღაცა ვიღაცა უბრალოდ იყო საჯარო და დაინტერესებული როგორ არ არის საჯარო შემთხვევაშია და ჩაწერეთ საჯარო ვაშასის არ ვიცი ხა საჯარო ჩაწეროთ რა არის გასაუბრება ტარდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი საჯაროობა შეგვიძლია პირდაპირ წესში ჩავწეროთ ეს არის საკმარისი პირდაპირ შეიძლება ჩავწეროთ ეს რა მოვა კანონთან ერთი წუთი რა იცი რა მინდა იცი რატოა ეს ახლა აპატიეთ ერთი წუთი ვაცალე ერთი წუთი ისე არ შეიძლება ღია კენჭისყრაა ბატონო გოგა ღია კენჭისყრაა ერთი წუთი ეხა ერთი წუთით რა მესმის რომ ერთი წუთი დამილა ყველას გიდეთ
იცით რატოა ეს ამბავი? ეს არის სიამოვნებაში მე გიხდით, მოდი შევიბრალე, იმიტომ რომ წინადადებას როცა ვიხილავთ, ეს არის ამბავი, ეს ამას იწვევს ამ აბრაკადაბრას, როცა არ წერია წერილობით რას ვიტყოთ. ახლა ჩვენ ვიხილავთ რაღაცა სხვადასხვა საკითხებს, რომელიც უბრალოდ არ წერია და არ ვიცით რას გულისხმობთ. ახლა ვამბობთ, რომ საჯარო იყოს საჯარო, არა არ გვიდა საჯარო. გაგმოყოფილებთ, რომ საჯარო იყოს საჯარო, მაგალითად ესე წავიდეთ. მე მგონი არავის არ უთქვამს, რომ არ იყოს საჯარო. თუ ამას შეთანხმება იქნება, თუ ჩავწერთ, რომ საჯარო იყოს, მე მაკმაყოფილებ ეს ნაწილი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეხლა მომიწევთ, საჯარო რო ჩავწეროთ, ყველას გაგმოყოფილებთ? გავიარეთ მაშინ. არა. აბა კიდე რა არის პრობლემა? მოიცადოთ ედლა. მე არ ჩავთვალე საჭიროდ ჩემი აზრით ძალიან მარტივი საკითხი იყო, ამიტომ არ გამოვაგზავნე წერილობით, რომ პრობლემა არის ამ ფორმულირებაში, რომ ეს არ არის სამეორო საბჭო არ წარმოადგენს გასაუბრებელ სამეორო საბჭოს ხდომას. ეს მიდგომა ერთი რომ სამართლებრივად ძალიან საეჭვოა და არ არის ჩემი აზრით სწორი, იმიტომ რომ გავდივართ. მაშინ უნდა ვთქვა რომელი კანონის არა, არ წერია ესე, მაგას ვამბობ. ამიტომ ის წინადადება, რომელიც გავატონელენეთ დაეთანხმა და მე მანაც თქვა, რომ გავაკეთოთ, ეს არის რომ წარმოადგენს სამეორო საბჭოს ხდომას, რომელიც აბსოლუტურად ყველა პრობლემას მოხსნის ამ შემთხვევაში. მათ შორის იმ პრობლემას, რაზედაც აი ბატონ გოგა საუბრობდა, რომ ჩემი აზრით დირექტორის ბოდიში. კი ბატონო, თქვენ გიპასუხებთ თუ შეიძლება ბატონ გოგა. ესე იგი, ჩემი აზრით დაუშვებელია ზოგადად. კი, დაუშვებელია ჩემი აზრით გასაუბრება, სადაც ირჩევ დირექტორს, არ იყოს quorum-ი რა. არ არის სწორი რა. არა, ვერ ჩატარდება. ამაზე იყო. არა, როგორ ახლა ხო, აი მაგაზე იყო საუბარი. quorum-ი აუცილებლად ავად რო გახდეს, თქვენ ამას უგზალა? არა, არ უგზალა, მაგრამ შეიძლება გახდეს უგზალა, მე რასაკეთებ, როგორ ეხლა მე რაზე საუბრობ? არა, გასაგები. მე რომ ვიმეორებ, არ მესმის თქონია გასვათ რომ ყველა ავად გახდესო, არავის შევთო დირექტ გასაუბრე, არ უნდა ჩავატაროთ. რატო აყენებთ პრობლემის წინაშე, როდესაც ის აი, იკაბათეთ საჯაროობა, ის დაცულია რა. ეხლა მეორე მოგონი გასაგები არის, რაც თქვით და არა, ბატონ გოგას ქონდა ეგ არგუმენტაციად, რომ როგორ შეიძლება ეს გასაუბრება იყოსო იგივე რეჟიმითო, იმიტომ რომ ხო შეიძლება ვიღაც ავად გახდესო და quorum-ი არ კონდესო და მაგას ვიძახი მე, რომ როგორ შეიძლება რომ არ იყოს quorum-ი და გასაუბრება ჩაატარო არ მესმის ეს და ამიტომ მე მგონი ეგ არის პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა იყოს quorum-ი აუცილებლად გასაუბრების დროს. ესე კანონი ყველანაირად უნდა წესი იმას თავის თანმიმდევრობა შეიძლება სოსო გამოცდილება გაქვთ ხო და რაღაცა უშუალოცა ჩემი გამოცდილებით ელენე რა ფორმულირება დაწერეთ რა ფორმულირება აი ზაზა თახდებოდა თუ არა და მე მაქვს კაცრი ფორმულირება ამოვიღოთ რა ბოლოს ამაზეც დავაყენებ კეჭის ხაზზე ელენეს და ბატონ ლაშას მინდა ვკითხო ახლა არ ყალიბდება ბუნებრივია გასაგები მიზეზების გამო საკონკურსო კომისია იმიტომ რომ თვითონ ბორდი წარმოადგენს საკონკურსო კომისიას სხვა შემთხვევაში როცა საკონკურსო კომისია ყალიბდება როცა ორგანიზაცია ატარებს მსგავს კონკურსს საკონკურსო კომისიას გააჩნია თავისი სხდომები ამ შემთხვევაში მე როგორც მახსოვს ამდენ ჩამომიყალიბებია გასაუბრება სხვა იყო და საკონკურსო კომისიის სხდომა სადაც კენჭისყრაიო სხვა იყო ჩვენი პრაქტიკით როგორ არის ან საქართველოში სხვა ორგანიზაციები ასე არის გამიჩნული გასაუბრება იმიტომ არის მითითებული ბოდიში ვუპასუხე ბატონ სოსოს კენჭისყრა ყველა შემთხვევაში ტარდება სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომის რეჟიმში და გასაუბრება როგორც უბრალოდ დამხარე ბორდის შემთხვევაში არამედ არა ზოგადად სამეურვეო საბჭოს მიღებული წესების შესაბამისადაც გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სხდომის ფორმატში. კენჭისყრა ტარდება სხდომის თამილას აქვს სიტყვა ხა თამილას უნდა არ არის ხოლმე გასაუბრება. თამილა ითხოვს ნახევარი საათია სიტყვას. ხო. უკაცრავად რა მე რა მაინტერესებს იცით ეს უკაცრავად რა ბატონ ზაზა მე რა მაინტერესებს იცით აი წავიკითხე რომ საბუთები შემოდის ვებგვერდზე და ერთი წუთით რა მაინტერესებს იცით აი გასაუბრების მომენტი სად იქნება ეს იქნება პირდაპირ ვთქვათ შეხვედრა კანდიდატებთან ეს იქნება აჭარაში არ არის მითითებული აქ მისამართი სად ჩატარდება ეს გასაუბრება ეს მაინტერესებს ხო და ამ კითხვას გათვალისწინებით ხო და ამდენ ხანი ავითხოვ ყველა გამართვით ასე იქნება ეს საკითხი ერთი წამი
თამილა, ეხლა ერთ საკითხი. ეხლა მე ვაყენებ კეჭისხლაზე ერთ საკითხს, რომელიც თუ არ იქნა მიღებული, მაშინ გაგრძელდება ეს დისკუსია და იქნება თუ იქნა მიღებული ეს დისკუსია. მოდი როგორც კანონის მიხედვით, ელენე რამე შექმნის კანონთან რამე პრობლემა საერთოდ რო მოხდათ ეს გასაუბრება. კანონთან პრობლემას არ არ შექმნის. მე ვაყენებ კეჭისხლაზე, საერთოდ ამოვიღოთ ეს გასაუბრება. დავაზუსტებ თუ შეიძლება. ანუ გასაუბრებას ამოვიღებთ, შესაბამისად მიღებული გავიგე. მიღებული დოკუმენტაციის სამერო საბჭოს წევრების შევისწავლით მიღებულ დოკუმენტაციას თითოეული კანდიდატისგან და ამის შემდეგ გაიმართება უკვე ვისაც სრულყოფილად ექნება გადავა მეორე ტურში და მეორე ტურზე ჩვენ უყრით კენჭს. დიახ. ვინც მეთხმას მიიღებს, ის იქნება მაშინ გასაუბრების გარეშე ბატონო. გასაუბრების გარეშე. ეს ერთი წამი, ელენე. არა, ბატონი ბონდო და ბატონი ვასილი რაზეც საუბრობს გასაუბრების გარეშე ბატონო. დიახ, ელენე. ეს ნიშნავს, რომ იქ სხდომაზე შეკითხვას დაუსვამდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მხოლოდ სხდომაზე თუ მოვიწვევთ კანდიდატებს, მხოლოდ სხდომაზე შევძლებთ პასუხების კითხვების დასმას. გასაუბრება როგორც ცალკე ფორმა, როგორც მეორე ტური, მაშინ გამოდის არ იქნება. ერთი წამი, რა არის? რა არის? არა, კონცეფციას წავიკითხავთ, წერილობით წარმოადგენს. წერია იმაში მოწარმოება. მე მისვა? ესე იგი თქვენ რამდენიც მე გავიგე, ბრძანებთ, რომ გასაუბრება არ ამოვიღოთ, გასაუბრება არ წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს სხდომას. ეს პუნქტი ამოვიღოთ, ხო? კი ბატონო, გვექნება გასაუბრება, რომელიც ჩატარდება გარკვეული წესით. გასაუბრებაზე კი არ ვამბობთ უარს, ვამბობთ სტანდარტის გაუქმებაზე უარს ვამბობთ უბრალოდ. თორე გასაუბრება იქნება, იქნება გარკვეული წესით რა. ეს იქნება წესი საჯაროობა, ეს იქნება წესი უმრავლესობა და კითხვებს დასვამ და ასე შემდეგ. დანარჩენი ნაწილი რაც წერია, მაგალითად დავერ გაიქს დავაზუსტებ თუ შეიძლება რა. მოგისმენთ და დავაზუსტებ. კაი, დავაზუსტებ. ერთ საკითხს დავაზუსტებ მარტო. ორ გასაუბრებაში სამში, მაგრამ ნუ წინა ორი ერთმანეთს გავდა. მივიღე მონაწილეობა. პირველი იყო 2018-ში, მეორე იყო 2019-ში. მესამეში უკვე მე თვითონ ვიყავი კანდიდატი და საპარლამენტო კომისია გამესაუბრა. იქ ფორმატი იყო ასეთი. როცა პარლამენტი იქმნის სამეურვეო საბჭოს წევრის ასარჩევად კომისიას. იქ ფორმატია ასეთი, ესაუბრება ყველას, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, შემდგომ იხურება და ფარული წესით იმართება კენჭისყრა. ანუ ეს აღარ გადის ეთერში. კომისიის წევრები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, შემდგომ ამას გუგზავნიან პარლამენტს და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით. თვითონ არჩევს მერე ვინ იქნება მეურვე. ეს ერთი წესი. მეორე წესი არის გენერალური დირექტორის ხუმაბნებში. ოღონდ ეს მეორეზეა, დირექტორზე. კი, მეორეზეა. ანუ ფორმატები როგორია, ამას ვამბობ. მეორე წესი არის გენერალური დირექტორის არჩევის წესი. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა რამდენიმე ადამიანმა ამ არჩევნებში 5 წლის წინ. ნუ მანამდე როგორ იყო, მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი ეს როგორ ჩატარდა. ჩვენ მოусვინეთ დირექტორობის კანდიდატებს, ვინც მეორე ტურში გადავიდა. ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ ყველაფერი, ამის შემდეგ იქვე სხდომაზე ჩვენ ჩავატარეთ კენჭისყრა და მხარი დაუჭირეთ ქალბატონ თინათი ბერძენიშვილს. ხო, ჩვენ შეგვიძლია აქ ეს გავაკეთოთ, რამდენი კანდიდატი იქნება, 15 წუთი იქნება, 9 საათი იქნება, რაღაცას მოусვენთ. 9 საათიც გქონია სხდომა. 1 წუთი გაძლიერდა. შეგვიძლია რომ პირველ ვარიანტს უბრუნდები. მე ხო ესე იგი ჩიხში შევდივართ, აი ზადა მე რო საუბრობდი. თუ სწორად გავიგე, 1 წამი გია. 1 წუთი დავაგთხოვთ, რომ ესეთი წყალი არ დავნაყოთ. რო ჩავწეროთ იქ, რომ ის სხდომა არის საჯარო. აი ეს პირველი 1 წუთი საჯარო. გასაუბრება არის საჯარო. გასაუბრება, ხო, არის საჯარო. არის? მოდი ამას ვაყენებ ბაშე კეჭისხლაზე და დავასწრო. გასაუბრება არის საჯარო. ანუ ღია ეთერში არა, მორჩა აღარ უნდა სიტყვები. აქ მაყოფილებს? ვაყენებ კეჭისხლაზე, ვინ არის მომხრე? კი ბატონო, ამ ფორმულის მაგივრა. გასაუბრება, ანუ ფორმულირებას დავაზუსტებ ბოდიში ბატონ ვასილ. გასაუბრება არ წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს სხდომას, უზრუნველყოფილია გასაუბრების საჯაროობა. აი ესეთი ფორმულირება. ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად. ერთი არის წინააღმდეგი. ერთი არის წინააღმდეგი. კაი, მორჩა. მომიჩინე. საკითხი მიღებულია. სწორია თუ არასწორია, მიღებულია საკითხი, შეუძლია რომ გზავდეს. არის საჯარო. უნდა 1 წუთი.
ბელა ვიცით რომ იგივე იყო და იგივე იქნება აწამარადის, მაგრამ ჩვენ თავარია რომ მოვითელეთ და ფორმაში შევედით. ეხლა შემდეგ საკითხი. თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. აბა აქ უცდით და კონკურსს ვაცხადებთ, კანონში წერია? არა, შეგვიძლია არ გამოვაცხადოთ. არ ვიცი რა მოხდება მერე, მაგრამ საკითხი ესე დგას. გთხოვთ აზრი გამოთქვათ. ეს განაცხადი სწორედ რომ კანონს ეფუძნება, აქ არის გათვალისწინებული კანონიდან გადმოტანილია ვადები, კანონი განსაზღვრავს პროცედურას შესაბამისად და ასევე საბუთებს და ის მოთხოვნები არის ჩამოყალიბებული, რასაც უნდა პასუხობდეს კანდიდატი, ასე რომ არის რამე განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით? არა, ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობს განსხვავებული აზრი იმარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ დღეს ხდომას მართავს სამშაბათს და არა ხუთშაბათს. ხუთშაბათს რო დაგვენიშნა ვადები დაიღვეოდა, ამიტომ დღეს არის ვადა. ვინ არის მომხრე, რომ გამოვაცხადოთ კონკურსი და გამოცხადებულია კონკურსი ამის შემდეგ. ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ კონკურსი ის არის აი ამ გასაუბრებაც და ესე ვთქვათ, ეს ამეურო საბჭოც. ნუ ყველა წევრმა უნდა გაიჭიროს და აქ უნდა ჩამოვიდეს. ესე იგი, იმიტომ რომ როგორ ონლაინ დასაკვირველი ჩვეულებრივად არის ონლაინი არის ტელეიმიტი და ოფლაინი ცოცხლად რო ხარ. არა, ონლაინ საშუალება მეთქი რა, რომ ვიღაცა შეიძლება ვერ ანუ შეიძლება ხო ონლაინი თუ ჩვეულებრივად გვაქვს ჩვენ ეს მიღებული და პრაქტიკაში ჩვეულებრივად მოქმედებს ახლა. წევრს და კანდიდატს ვერ აუგზავნავთ ხა ჩვენ ამას. ანუ ავა თუ გახდა ვინმე ონლაინი ჩაერთო. ისედაც შეუძლია რომ ჩაერთოს ლებიცვი და მეგონი არ ვყარდა ამას აქ საბჭოს წევრებიც იყენებენ ძალიან აქტიურად და ერთმა გამოაყენებინოთ. ეხლა შემდეგ მესამე საკითხი. მესამე საკითხი არის გენერალური დირექტორის მიერ სამეურვე საბჭოს სახელზე გამოგზავნილ სამსახურო ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. თუ როგორ თქვით? მე ჩემი აზრი ვთქვი. ხო და კარგით, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემ მოსაზრება გამოვთქვი და კი ბატონო. დიდი მადლობა, კარგ ბრძანდებოდით. არაფრის. მე უნდა გითხრათ რომ კარებში დაგაყოლებთ ისე მოგაწევთ რომ იტყვიან რომ დირექტორის მომისვენეთ ბატონო ლაშა ერთწუთი ხანად იმუხლის როცა მოჩებით იმუხლის მიხედვით რომელთაც თქვენ რო ტოვებთ იმას რა ქვია შხდომას იმ დირექტორს და თქვენ რო 1/13 მოითხოვეთ იმ დირექტორს აქვს მოთხოვნა იმისი და ჩვენ სავალდებულო და თქვენს და ერთი რამ აინტერესებს რომ გადიხართ რომ შემოხვათ შეკითხვებს ხომ მისვათხოვე და მაკედა მოიფიქრეთ კითხვა ეს რომელ კანონში წერია ბოიკოტს რო აცხადებ და რო ტოვებ ხოლმე აბა რო ტოვებ კაი ბატონო არაფორმალურ საჯაროდ ლაპარაკი კაი დახურე ძალიან კარგია გამაჩნიო საჯაროდ მაშინ როგორ საჯაროდ გალანძ ადამიანი წერილში მოგწერეო რა ბოდიშიო რა დორს ვიცით სიტყვა და დირექტორის მოთხოვნით არის ეს ამბავი ჩემთვის ამ შემთხვევაში სულ ერთია ვინ დატოვებს და ვინ დარჩება ხთომაზე მაინც ნახავენ და მე კომენტარს გააკეთებენ რა მარტივად დგას ძალიან საკითხი პირველი მე ამ საკითხს რაც არ უნდა მოხდეს ერთი წელი მაქვს დირექტორობის ვადა ამ ერთ წელიწადში ავა თუ კარგად ამ საკითხს განვიხილავთ ან გადავალთ სასამართლოში. ვინაიდან ეს არ არის ჩემი თვითმიზანი არანაირი, ამიტომ ერთგვარად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი Facebook პოსტიც მომიწყნეს, მიზანი არის მხოლოდ ერთი, რომ ქალბატონმა ლიკა ბასილაია შავგულიძემ ზუსტად იგივე ფორმით იგივე ასე ვთქვათ პათოსით უარყოს თავისი განცხადება ან წარმოადგინოს მტკიცებულება. რა შუაშია ფორმალური და არაფორმალური? პირველი, თუ იყო არაფორმალური, რატო დაისვა ეს საკითხი სხდომაზე? კითხვას უსვავ ბატონ ლაშა ტუღუშს, რომელსაც მე რო შემოვა გამცემს ან შემდეგ სხდომაზე გამცემს პასუხს. თუ ეს ფორმალურად დაისვა სამეურვე საბჭოს სხდომაზე, შესაბამისად ასევე ფორმალურად უნდა იყოს უარყოფილი ან დამტკიცებული, დადასტურებული, ასე ვთქვათ, ფორმალურ
სხდომაზე. მეილით მიღებული ინფორმაცია, რომლის შინაარსი არც ერთი არ წაგუკითხავ ჩვენს არც ბატონი ლაშას მიერ გადმოგზავნილი და არც ქალბატონი ლიკა ბასილაიას მიერ გადმოგზავნილი მეილები, რადგან ეს არის საჯარო სხდომა. ჩვენგან ანგარიშვალდებულები ახლა ვინც გვიყურებს იმ ადამიანების მიმართ, პირველ რიგში ჩემი თანამშრომლების, რომლებიც ახლა მიყურებენ, წერენ კიდე პარალელურ რეჟიმში და მათ უდასტურებ, რომ დიახ, მანამ სანამ ფორმალურად არ მივიღებთ ან დასტურს, ან უარყოფას ფორმალურად გაკეთებულ განცხადებაზე, მანამდე ეს საკითხი დადგება სულ გენერალური დირექტორის მიმართ. სამი ძალიან მოკლე საკითხი, რომელსაც ისევ ალბათ პოსტფაქტუმ გასცემენ პასუხს, ეს არის შემდეგი. პირველი, წყაროს დასახელება, იმიტომ რომ როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრი საუბრობს რაიმეზე, მას ჭირდება დაასახელოს წყარო, რადგან თუ ეს მას არ ეხება, ჩვენ შემდეგ ეტაპზე მივმართავთ წყაროს და მას მოვთხოვთ მტკიცებულებას. მეორე, მტკიცებულებების წარმოდგენა. ისევ და ისევ ეს იყო ოფიციალური სხდომა, ამიტომ დაბრალება და ცილისწამება ისჯება კანონით. მეორე, თუ მიზანი იყო მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმება, მე მაქვს შეკითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური სამეურვეო საბჭომ, რომელიც მისი პირდაპირ ვალდებულებაა, რატომ არ გამოითხოვა არც ერთი დოკუმენტი მაგალითად არსებულ ტენდერებზე. არასდროს გამოუთხოვია, მაგალითად ისევ მაყურებელს რო უთხრა და ჩვენ თანამშრომლებს, ასეთი პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როდესაც საბჭოს წევრები ითხოვენ ამ დოკუმენტაციას, განსაკუთრებულად გამორჩეულად საბჭოს წევრები, რომლებიც ახლა ასე ვთქვათ, არ ესწრებიან სხდომას, ითხოვენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეხება სახელმწიფო სარგოს, ხო, საკმაოდ ხშირად მიგვიღია ესეთი წერილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელი იყოს პირადი მონაცემების, ასე ვთქვათ, გასაჯაროება, ამის ვალდებულება ჩვენ კანონის წინაშე გვაქვს, ამიტომ ყველა ინფორმაცია მათთვის არის საჯარო. ამიტომ ის რომ თვითმიზანი არ იყო ცილისწამება ან დაბრალება ან რეპუტაციის შელახვა, ამასაც ჭირდება ერთგვარად პასუხის გაცემა. და მესამე, ეს არ ეხება მხოლოდ გენერალურ დირექტორს, აქ მინდა ვთქვა, რომ ეს მაინდა-მაინც თინათინ ბერძენიშვილის და მისი პერსონალური, ასე ვთქვათ, რაღაცა, ასე ვთქვათ, ახირება, რა თქმა უნდა, ეს ეხება მე და ჩემ ოჯახს, თუმცა ის გაცდა მხოლოდ ერთ ადამიანს, ვინაიდან თითოეულ ტენდერში აუცილებლად უნდა შევახსენო ყველას, რომ მონაწილეობას იღებს მაუწყებლიდან, ჩვენგან მენეჯმენტიდან 10 სამსახური და თითოეული კომისიის წევრი არის 30 ადამიანი. ეს განცხადება შეეხო აბსოლუტურად ყველას და ჩემს უკან ეხლად განან ადამიანები, რომლებიც მე მთხოვენ, რომ მათი რეპუტაცია, როდესაც გენერალური დირექტორი აქ აღარ იქნება და ისინი აქ დარჩებიან სამუშაოდ, იყოს დაცული და ისინი გთხოვენ ამას თქვენს. იმიტომ რომ ერთია სიტყვა, რომელიც უკვე გამოფრენილია და იმას უკან ან თავაზობთ ქალბატონ ლიკა ბასილიას შავგულიძეს იმავე ადგილზე, იმავე დროის დათმობით უარყოს ან ისევ და ისევ წარმოადგინოს მტკიცებულება და ბოლო მოყვანილი არის წერილში ასე ვთქვათ მის მიერ რომ მან არ იცოდა რომ ის ავრცელებდა ცილისწამებას და რამდენიმე კანონია და ბევრი მუხლია მოყვანილი მთლიანად რომ არ ვთქვათ მხოლოდ ეს მე-14 მუხლის ერთი აბზაცია საჭირო, რომელსაც წავიკითხავ და აქ დავასრულებ, რომ მოპასუხე თავისუფლდება პასუხისგებლობიდან თუ დაამტკიცებს კეთილსინდისიერებას. კეთილსინდისიერება ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადამოსამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა მისთვის უცნობი იყო. ისევ და ისევ კითხვა არ არის რიტორიკული, თუ მან იცოდა რომ ეს ინფორმაცია არ იცოდა რომ იყოს ასე ვთქვათ მართალიან რაიმე ტიპის შეიძლება რაღაც კორელაცია ქონდა რამესთან, მანამდე რატომ არ იქნა ეს ინფორმაცია მოძიებული, გონივრული კითხვების დასმული, ან თუნდაც არაფორმალური შეკითხვები, თუ ახლა ვსაუბრობთ რომ არაფორმალურად შეიძლება ორი ადამიანის პრობლემა იყოსო 24/7-ზე აქ ვარ დერეფანში დასმული შეკითხვით, გადმოგზავნილი ინფორმაციით, არ ვიცი მილიონი რამ შემიძლია ჩამოვთვალო. ძალიან მარტივად გასაკითხი, ამიტომ სანამ ამ სამ კითხვაზე არ გავცემთ პასუხს, მე არ ვაპირებ ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას. მადლობა. რასაკვირველია პერკაბლადო თეატრის თქო სრული უფლება გაქვთ ამისი, მე ერთ ამის დავამატებ, რომ აქ აღნიშნათ თუ არ ვწდები ბატონმა ლაშამ, რომ ego წერილი თუ ერთ-ერთმა წევრმა რომ ego წერილი იქ და გამოგზავნილი და თქვენ როგორ არ წაიკითხეთ თუ გაგახსენებთ რომ რაც გამოგზავნეს რომ პროტესტის ნიშნა თუ რასაკვირველია წერილი არ ამბობს აკითხული არის არც არავინ არ წაიკითხავს ამ წერილს და ეგ წერილები რო იყვიან შეუძლიან ესე გავგზავნონ ერთმანეთს. აქ არის არა ერთი წუთი ეგ არის სხდომა და თუ ვინმეს უნდა და სურვილი ექნებოდა მოვიდოდა და თვითონ ეცდებოდა ამ ბჭყალებში და შევარბილებ ინციდენტის, ესე ვთქვათ, ამოწურვას, რომელიც მე აზრის გამოთქმის რეჟიმში ვამბობ და
უყურებ რომ მეცილის ამბაზე არ გადავიდათ, რომელიც მე ძალიან დიდი ხანია გონირულე ეჭვიტოვებს, რომ ეს სამი ადამიანი მიზანმიმართულად ეწევა ამა თუ იმ ფორმით დისკრედიტაციას. მე პიროვნული საკითხიდან დაწყებული ტელევიზიაზე გადასვლი. მე გაგახსენებთ ერთ რამეს, რომელიც ჩვენ ესე მივეჩვიეთ, ის რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთისგან არა ვართ მიჩვეულები, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ. აი როგორ დღეს მაგალითად უსმენდით როგორ იქნა 12-ჯერ გამეორებული ჩვენ გავდივართ სამართლებრივი ჩარჩონა და ადამიანი თუ ამას უსმენდა მოეჩვენებოდა რომ აი ეშელონი გადადის ხიდზე და ლაპარაკობთ რომ ხლა ავწდებით ამ ხიდს და გადავალ და საუბარი იყო იმის იმაზე რომლიდანაც ერთი წევრი მონაწილეობდა და ვისაც აინტერესებდა რომ საჯარო იყო და ჩვეულებრივი ეც არის ადგილას უყურებთ გამტრიეთ მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კაბატონი თილათინას თქვენზე არაპირდაპირო ორმა წევრმა მოღვაწეობა დაიწყო იმითი და შეგიძლიათ ამოიღოთ ინახება ალბათ რა იცი ხომ ჩანაწერები პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ და მუქარით დაგვიდეს ბრალი მე და ბატონ გიას ბოლომდე ვერ ჩამოაყალიბეს და მარტო ეგ არ დაგვიდეს ბრალი რომელსაც მე დაავიწყდა და ჩვენ ამაზეო დიდი ხანია უმუშაობთ და უახლოეს ხანებში ჩვენ ამაზე წარმოვადგენთ თქვენ ამას დაგიფტკიცებთ იქ მე ამან ჩაიარა ისევე როგორც ჩაერეკ რაღაც კომისიები რო შეეკრა ჩაიარა მე ჩვენი ერთ დღეს თქვეს რომ არავე გროდის იყო ისევე როგორც მე კოლექტიური ხელმოწერა ხან იწერებიან კოლექტიურად ხან იწერებიან რომ კოლექტიურად არა ვართ გახსოვთ ალბათ ესე იგი დემოკრატიისთვის იბრძვიან წამსის შემოწმებაზე რომ მოიწერეს თქვა ესე ჩვეულებრივი რამ სიტუაცია მე პირადად როგორც ერთი ადამიანი მათგან ეს როგორც გინდათ არაფერს შეურაცხყოფად არ ვიღებ მაგრამ ეს ჩემი პიროვნული ამბავია იმიტომ რომ ნუ ესეთი ამბავი ეხლა ეს შეუძლიათ მათ ღირსებად ჩათვალოთ და შეიძლება დიდ თავის გამარჯვებათ აი რაც არ უნდა იყოს არაფერი არ ვიმეჩნია იმიტომ რომ არც ვერაფერთ ვერ გამაკვირვებენ მაგრამ ეს მე მინიმუმი მგონია რომ ეს არ უწყობს ხელს მაინც სამეურვეო საბჭოსა და ურთიერთობას სრულიად მიუღებელი ფორმა არის იმიტომ რომ დირექტორთან ურთიერთობის ამბავი რომელიც უკან დგას მთელი ტელევიზია და ჩვენ ერთად წარმოვადგენთ არის ძალიან სამართლებრივი და ძალიან უნდა იქნას იმიტოა გაწერილი დეტალური ფორმალური თუ ეს დირექტორთან არის რაღაც პრეტენზიები ეს იწვევს შესაბამის პროცედურებს და იცით თქვენ ამ პროცედურებში თუ ეს პროცედურები არ არის უკან ესე ლაპარაკი და საბეურვეო საბჭოს მიერ აქ ბავშვი არავინ არ არის და ესეთი გაჟღერება რომელიც მე შემდეგ იწვევს და მე კიდევ ერთ კითხვას კითხავს ამბავს გეუბნებით ამჯერად უკვე გასაგები ზეზების გამო ვინაიდან ბევრჯერ ყოფილვართ ხან ერთად ხან ცალ-ცალკე თქვენ ყველარი ერთად 1000 გვარი ბრალდების ქვენაში აქ გვახსოვს ხან დაბხობა ხან გინება პირდაპირ მნიშვნელობით რაც სიტყვის თავისუფლება გამგოვლი ადამიანების წრეში და ღმერთმა არ მოუშალოთ ეს თავისუფლება რაც თვითონ იმაშვებიან მაგრამ თქვენ მე მსგავსი რამ მართალია გითხრათ მილიონი ბრალდება მომისმენია პიროვნული ეს ბრალდება არ მომისმენია რაც თინას მეთქვა დაისვა თქვენ ამას მე ჰაერზე ავლაპარაკობ მართალია მე არა მაქვს ისეთი იურიდიული განათლება როგორც აქ ზოგიერთებს მაგრამ ამ შეხვედრა ეგ იყო ლაპარაკი რომ აი სადღაც იქ ესე დაისვა საკითხი ნახეთ ძალიან კარგად მაქვს ლაშამო ეს კითხვა იმიტომ დასვავო რომ ესეთი ამბავი არის საზოგადოებაში ბევრნაირი სისულელე არის ნათქვამი ბევრნაირი ჭკვიანობა არის ციბრძნა თქვა ეს არასდროს არ ყოლა ნათქვამი ტენდერთან დაკავშირებით და იცით იქ იმდენად უცოდინრობა იყო აგებული იქ იყო ნათქვამი რომ მოდი ახლა მე შევაგდებთ თემას და აწი ლაპარაკები რომ ტენდერებში ეგეთი თემა არის აი ეს იყო ამ კითხვის აზრი აქ ყველა ჟურნალისტები ბრძანდები დიდი გამოცდილება იცით როგორ უნდა დაიწყოს მეტიც ამისთვის სპეციალურად ქმნიან ხოლმე რა პლატფორმას რომ იქ გაჟღერდეს და ამის შემდეგ ყველა ეს იყო შექმნილი იმისთვის რომ აი ბორდის წევრებიც კი ამას ამბობენ და აბარასია ასე რომ მესმის თინა თქვენ ისევე როგორც მაპატიეთ როცა გითხარით როდესაც იყო რომ შემოვიდნენ და ამბავი იყო იქ მაშინ არა ეგრევე და პირველი სიტუაცია იყო აი რა უნდა თქვა აი თქვენ და ჩვენ უკვე ვიზიებთ და დოკუმენტები გვაქვს უნდა გითხრათ რომ ეს კი არა რო გამოძიებული იყო როგორც ეს საქმე და მილიონი კომისია შეიქმნა იქვე ისხდომა რომ დასრულდა ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა შემდეგ და როდესაც მე 6 თვის შემდეგ მოვიკითხეს ამბავი 6 თვის წინ ბოლოჯერ მოვიკითხეთ არა ეგო საერთოდო მე არც მithქვავს ვერტივა ეხლა მე სათო თქვი რომ ჩემი დამოკიდო პირადად ამით აიხსნება ახლა ისმენდნენ არ ისმენდნენ მე მოისმენენ გითხარით რომ ეს მე მგონია რომ ადამიანებისგან მე ამ ადამიანებისგან შეურაცხყოფად არ ვიღებ ესე ვთქვა არაფერს და ართმაც სიტყვას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მაგრამ ფორმალური თვალსაზრისით პარლამენტმა ვინაიდან ესე გადაწყვეტა ისინი სამეურვეო საბჭოს წევრები არიან
ეხლა მე არც ის არ ვიცი ესე ვიკითხე უბრალოდ ეს ბოიკოტია, ხან მიდიან, ხან მოდიან, ხან ბრიუსელში არიან, ხან ტექნიკურ მთავრობაში არიან, მაგრამ ეს ხა პარლამენტის გადასაწყვეტია. მე ვიცი კანონით რიცით მოქმედებ. ასე რომ თუ ეს არის შემდეგ სხდომაზევე იქნება ეს გადატანილი და ეს ესე იგი დარჩება ამათ სანამ ესე ვთქვათ ეს საკითხი არ იქნება და პერიოდულად დატოვებენ ხოლმე. ანუ შემდეგ სხდომაზე ეთქვით რომ მე ამას შემდეგი თუ იქნება ერთადერთი კენჭისყრის საკითხი, აი შეიძლება ესე ვაპატიო თუ შემდეგი სხდომა დაემთხვა, მაგრამ მე მგონი არ დაემთხვება. ხო, არა. მაშინ შემდეგ სხდომაზე ერთადერთი არის რომ როცა იქნება გამოცხადებული აი ეს საჯარო გასაუბრება და მთელი ამები რო იქნება, ნუ ახლა იმ სხდომად ნუ შევშლით, იმიტომ რომ მე ვარ მოგატყუოთ წინასაც ჩათვალეთ, რომ ინტუიცია მაქვს, იქაც ველოდები გარკვეულ ძალიან ადგილას ჭიქაში, ქარიშხალის, ესე ვთქვათ, მოწყობას და ეს იყო ამისი რაღაც დიადაგის შევზადება. შევახსენებ სამეურვეო საბჭოს განაცხადები მიიღება 30 დღის განმავლობაში შესაბამისად რომელი პერიოდში. კიდე ერთხელ ვთქვათ აილენე, კიდე მე დავსვამ შეკითხვას, რომ მართლა იცოდე. მიიღება 16 სექტემბრის ჩათვლით 11, მოიცადე. განაცხადები მიიღება 11. შეიძლება გამოგზავნა ელექტრონულადაც და შეიძლება ფიზიკურადაც ბოტანა პოლიტიკოსკაიას აქ 31 ნომერში. თუ არა და ელექტრონული მისამართი, ესე ვთქვათ. მითითებულია განცხადება. საიტზეც გამოქვეყნდება და ესე ვთქვათ, ყველა შეკითხვა აჭარის ტელევიზიაში იქნება და 24 საათის, ესე იგი, ლადო მანდაც მიიღებთ ხო შესაბამისად ზომებს. ლადო გესმის ხო ჩემი? ხო, აჭარის ტელევიზიის საიტზეც რო იგივე დაიდეს. და ყველგან დაიდება, ესე ვთქვათ, ეს ინფორმაცია ტელევიზიაში იქნება და პირველი გასაუბრება როდის იქნება? ამ ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატების სია და შემდეგ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს მიღებული საბოლოო განცხადება. სია რომელიც უკვე დოკუმენტებს კანდიდატების სია, დიახ, ფორმალური მხარეს. და 7 დღის განმავლობაში ჩვენ ნიშნავთ, როცა 7 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს გასაუბრებაც და საბოლოო. ეხლა მაინტერესებს, ეხლა კითხვა, ახლა არავინ არ დასვა, ეხლა ის გასაუბრება და კენჭისყრა ერთ დღეს ტარდება? შესაძლებელია და შესაძლებელია. შესაძლებელია არა. გასაგებია. კარგით. ძალიან. ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მართლაც ვერ მოიხსნება და მე ვფიქრობ რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს სამეურვეო საბჭოს თვითონ ეს თემა და ამ თემაზე მუდმივად საუბარი. თუმცა რა თქმა უნდა უთქმელობაც არ ივარგებს და საჭიროა ბოლომდე გაირკვეს ეს თემა. პირველი როგორც ქალბატონმა თინათინმა ბრძანა სამეურვეო საბჭოს წევს რომელმაც გამოთქვა ეს ბრალდება თუ ეჭვი აქვს საშუალება რომ სამეურვეო საბჭოს ხდომაზევე თქვას რომ ეს ასე არ არის და ამით ის დამთავრდება აღარც სასამართლოში წავა და აღარც მომდევნო ხდომებზე ამ თემაზე მსჯელობა აღარ იქნება და მეორე მე ვფიქრობ რომ ეს არა კანონიერი თუ როგორი ფორმულირებით თქვა რომ აქ საბჭოს ხდომა ამაზე არ უნდა მსჯელობდესო დიახ საბჭოს ხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით უნდა მსჯელობდეს საბჭოს ხდომაზე მე ადრე თქვი ხდომაზე პირველად როცა დადგა ეს საკითხი იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ბრალდება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს ამ შემთხვევაში საბჭოს გადასაწყვეტია ზუსტად დირექტორი რომელიც ინტერესთა კონფლიქტს არღვევს კანონთან შედის კონფლიქტში ამ შემთხვევაში მისაღებია გადაწყვეტილება ამიტომ ჩვენ ეს ამ საკითხს ვერ მოხსნით დღის წესრიგიდან სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა სხდომაზე სადაც უარყოფს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას თუ გამოთქმულ ეჭვს ან და სასამართლოში არ გაირკვევა ეს და სასამართლოში არ დაამტკიცებს ინფორმაციის არსებობას რეალურობას ან არა და სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას და მართლა გულახდილად და გულწრფელად ვამბობ რომ მართლა არ მინდა რომ ეხლა რაღაცა ამან ისეთი დაუსრულებელი სახე მიიღოს და აქვს შესაძლებლობა რომ ის კი არა რომ არა გაქვთ უფლება არაფორმალური ეს არაფორმალური კი არა ზუსტადაც რომ ფორმალური მსჯელობა იმიტომ რომ პირდაპირ საკადრო საკითხს უკავშირდება მადლობა ერთ წინადადებას ვიტყვი რა ზუსტად იმიტომ რომ ეს კიდე სოციალურ ქსელში ვრცელდება ხო შემდეგ კომუნიკაცია რომ ის რომ ჩემი თვითმიზანი არ არის ვიღაცის შეშინება დაშინება სასამართლო ძალით ეს ამას ადასტურებს რომ რამოდენიმე ჯერ ჩვენ მივეცით საშუალება რომ ეს უარყოს ან დაადასტუროს ფორმალურ საკითხზე მეტია ვინაიდან მე ვარ კანონის მიხედვით ხო მევალება თქვენს მიერ რომ კანონი აღვასრულო ესეც საკანონმდებლო ნაწილია იმიტომ რომ იქ ჩვენ არა მარტო უხეშად ვარღვევთ კანონს არამედ თქვენ დირექტორის საკითხს უნდა აყენებდეთ დღეს ვინაიდან ოდნავ მაინც თუ ამაზე მნიშვნელოვანი ვიდრე გამჭვირვალობა ფინანსურ ნაწილში ჩვენ მეტი პასუხისგებლობა არ გაგვაჩნია ხო ასე ამიტომ კანონის
დაცვის ვალდებულება მაქვს მე, რომ ეს საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე. სხვანაირად თვითონ სამეურვეო საბჭოს ფუნქციაც დგება ეჭვის ქვეშ, იმიტომ რომ თუ აქ ესეთი სქემა, სადაც გენერალური დირექტორი თავად მონაწილეობს ტენდერში, ამაზე მეტი რა უნდა კონდეს საკონტროლო სამეურვეო საბჭოს. მე მგონი ეს არც განიხილება და ბოლოს ამას ვამბობ ჩემი მხრიდან და ისევ მენეჯმენტის მხრიდან და სამეურვეო საბჭოს დასტურითაც მე ვფიქრობ, რომ სწორედ გამჭვირვალობას, რომელსაც იცავს მით უმეტეს ესეთი თავგანწირვით ერთ-ერთი საბჭოს წევრი, მას აქვს საშუალება საჯაროდ გააკეთოს განცხადება, უარყოს ან დაადასტუროს ეს ფაქტი. კაც მაინც გეტყვით, რომ რადგან ესა თქვენ არ გელოდებით, მე ჩემმა ძრზე ვარ და თუ საწინააღმდეგოს დამიმტკიცებენ, მე მოვიხდი ბოდიშ, ან ისევ სასამართლოს წავალ, მე მგონია რომ ეს იყო დარწმუნებული ვარ, რომ ესე მიზანმიმართული და თუნდაც ერთ რამეს მიზანმიმართული ცილისწამების მცდელობა და ერთი წუთი და სამივეს მხრიდან, რადგან სამივე კოლექტიურად არის და მამას თუნდაც ერთი რამა დასტურებს. კარგი ვთქვათ ის კითხვა დაისვა, უბრალოდ დაინტერესებდათ. თქვენ არ ხარ მიაქციეთ ყურადღება კოლეგებო და მე მაინტერესებს ეს ინციდენტი რატო ჩათვალეს ამოწურულად, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ თქვა ეგრე არ არისო? არა, მოიცადეთ, თქვენ მიაქციეთ ყურადღება, მან იკითხა და ეს არ, ანუ ამხელა მილიონების საკითხი თურმე ესე, თავარია თურმე იკითხო, კიდე გავიგე რომ ერთი დირექტორის მიმართ ეჭვი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც ბავშვობის მეგობრობა და ის დაიწყეს და ანუ თქვენ გონიათ, ვინმეს გონია, რატო არის ჩემთვის ეს მიზანმიმართული, რომ შემრიჩი ეს უნდა გაჟღერებული იყო, ეს იყო გადაწყვეტილი და სადაც უნდა და იქ დაუსვამდებოდა, არცაც საზოგადოებაში არსებობდა და ამოწურ. ეგრე მე დაგისვამთ, ნებისმიერს დაუსვამ იმ პროვოკაციულ შეკითხვას, რომელიც შეკითხვისთვისაც კი ძალიან მძიმე იქნება და მე იტყვი რომ ეგრე არა ყოფილ ხარ ეგრე და მე მეორე შეკითხვას დავსვამ. ეგეთი შეკითხვა იქნება. არა უშავს. ამას უნდა ჩვენ შევეგუოთ. ეს ესეთი სტილია. უბრალოდ ინფორმაციისთვის პარასკევს ინფორმაციაც შესყიდვა 25 წლის შესყიდვების ბაზრის კვლევების შესახებ ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ტუღუშმა გამოითხოვა. ესე იგი შესაძლებელია ფორმა არსებობს, რომ გამოითხოვა რაც ელექტრონულად ისედაც საიძია, მაგრამ კი ბატონო ჩვენ არ დავიზარეთ დიდი რაოდენობა საბუთების გადაუგზავნეთ და ველოდებით ამაზეც რა რეაგირებას, ან შენიშვნას, ან შეკითხვას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამას. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამისთვის აუდიტი არსებობს და ორი აუდიტი ტარდება და იმის დასკვნაც არის, მაგრამ თქვენ გაემზადეთ, რომ შემდგომისთვის იქნება ისევე როგორც აღარ გეუბნებით პოლიტიკური შეფასებები გასაგებია, თვითონ მე არ დამკლებია ესე ვთქვათ, მაგრამ თქვენზე მეკითხარით, რომ მათ აზრს ჩემთვის აი ესე მოიტანა, რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. კარგი, შემდეგი საკითხი მაგრამ ესე მოკლედ მოგახსენებთ, ჩვენ ვიცნობთ ამ დოკუმენტს და ანგარიში სამეურვეო ისევ და ისევ როგორც შევთანხმდით ჩვენ კვარტალურ ანგარიშებს კითხვა-პასუხის რეჟიმში ასე ვთქვათ ვცემთ და მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იყო უბრალოდ სამ საკითხს გამოვყოფ, რომელიც ყველას ეხება. ეს არის საქართველოს რადიო, რომელიც გახდა 100 წლის და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო და სწორედ ამ არხს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთელი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე ასე ვთქვათ ასევე მნიშვნელოვან საკითხებში ფინანსურის და იურიდიული ნაწილის, რომელსაც HR საკითხებს უწოდებ, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 2025 წლის წელს ჩვენ საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა გავხდით, ამ კვარტალს დაემთხვა და დეკემბრის 13 რიცხვში უკვე ამ კონკურსის ორგანიზატორია თვითონ ქვეყანა და რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. დანარჩენი გვაქვს სტატისტიკა მოყვანილი ჩვენი ასე ვთქვათ ისევ და ისევ დიგიტალური მედიის, როგორ არის ბადი გადანაწილებული ამ კვარტალში, ასევე არის ფინანსური ძალიან ვრცელი ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენთვის ალბათ ამომავალი წერტილია ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით და ასევეა მოყვანილი იურიდიული სამსახურის ანგარიში, მათ შორის დასმულ საკითხებზე, რამდენი ადამიანი ტოვებს ორგანიზაციას, თავისი ნებით თუ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რამდენი სასამართლო პროცესია, რა საჩივრებს ვიღებ და ასე შემდეგ. ამიტომ შეჯამებულია კვარტალი, ვფიქრობ, ამომწურავად, თუ არის შეკითხვები, მზად ვარ უპასუხო. თუ არის თუ არა და დავიდეთ, მადლობთ. ეს ლადო, ასევე გთხოვთ, რომ ვიცნობ თქვენ ანგარიშს და მოგესალმებით, მეგობრებო, მეც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან
საკითხს გაუსვა ხას და შემდეგ თუ რამე კითხვები გექნებათ, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. აქაც მინდა მეც კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგას შეუერთდე, 100 წლის იუბილეთან დაკავშირებით აქ ჩვენს ჰქონდა ასეთი დიდი დღესასწაული, ჩვენი რადიო 95 წლის გახდა, შესაბამისად ეს აღნიშნეთ, როგორც საჭირო იყო. კიდევ ერთი თქვენ გახსოვთ ალბათ სულ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ სხდომაზე მე დაგკვირდით, რომ ამას ოფიციალურად წარვადგენთ. რითაც ვამაყობ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მესამე გვერდზე, უბრალოდ მეორე გვერდზე მოწოდებულია ყურებადობის გაზრდა ვაჭარის მაუწყებლის მიმართ, რომელიც ამ პერიოდში მართლაც შთამბეჭდავად არის გაზრდილი. რა საკვირველია, ეს არ არის ის, რომ ამით დავკმაყოფილდეთ, წინ კიდევ ძალიან ბევრია, რა აქ ამას მნიშვნელობა დირექტორი ვიქნები მე თუ სხვა ნებისმიერი და მთავარია რომ ეს თამასა არ დაეცეს და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ამბავი. აქ რეიტინგებზე არ არის საუბარი, აქ არის იმაზე საუბარი, მთავარია რომ თავად მაუწყებლის მიმართ ინტერესი ბევრად არის გაზრდილი. რამდენიმე ძალიან საინტერესო სატელევიზიო პროექტი დავიწყეთ, მათ შორის გარე პროექტით, ერთ-ერთი არის ასეთი სტარტაპერები, აქვე ვიტყვი ამ პროექტის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ჩვენ ხარს უჭერთ ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ფინანსდება, სადაც ესე ვთქვათ, ადამიანებს აქვს თავისი იდეის განხორციელების საშუალება, ბიზნესის წამოწყება და გვინდა ხელი შეუწყოთ იმას, რომ სხვებს მივცეთ რაღაცა ერთგვარი სტიმული იმისა, რომ ჩაერთონ, რომ ყურადღება მიექცეს ამას ყველაფერს და კიდევ ბევრი სხვა აქტივობები, რომელზეც შემიძლია ვისაუბრო სიამოვნებით. შეიძლება ითქვას მეორე კვარტალში ბევრი ძალიან ესე ვთქვათ პოზიტიური სიახლე. თუ კიდე რამე არის ჩემგან საჭირო, ან რამე კითხვაზე გაქვთ, კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გავცემ პასუხს. არის შეკითხვები? არ არის. მადლობთ ლათო. მადლობ და თუ არის რამე ერთ ეწოთ. ისა ბაჟი თემ ხო აუცილებლად. არა, მე რაღაცა გვაქვს სათქმელი. მე მგონი ჯობია რომ ჯერ თინო ვიცი რასაც ამბობს და მე რა ვიტყვით. უბრალოდ არ შემიძლია რომ არ თქვა ეს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვენი თანამშრომლების გარდა ალბათ გარე ადამიანების გვისმენენ. გუშინ გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, ოღონდ ეს ადამიანი მარტო თანამშრომელი არ არის. ზურა ჭელიძე, რომელიც იყო წარსულში რთულია საუბარი, ტექნიკური დირექტორის მოადგილე, რეალურად თუ კი რამე ტექნიკური რამ გაკეთდა, მოდი ესე ვიტყოდი, ის რომ მანამდე კეთდებოდა და ამ შენობაში გადმოვედით და არა მარტო ზურა ჭელიძის უდიდესი დამსახურებაა და რაღაც პატარა ბავშვით უხაროდა პროცესი, რომელიც ერთად გავიარეთ. გარდა ამისა, მართლა ქვეყანამ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი, აი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, სულ არაფერი ვთქვათ ის, რომ ქვეყანა 2012 წელს გახდა დიგიტალური, ზურა ჭელიძის, არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდი პროცენტი დამსახურება რო არ ვთქვა ის, რო არ ყოფილიყო, არ ვიცი რამდენად შეძლებდა ამას ქვეყანა. ამიტომ აი ქვეყნის კუთხითაც ძალიან დიდი დანაკლისია პროფესიონალის, ჩვენთვის როგორც მეგობრის, ყველაზე სანდო ადამიანის და ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდიდა თუ გინდა აი ამ რაღაცა ბრალდებას, კონფლიქტს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხებოდა, იმიტომ რომ მართლა მეორე ოჯახი იყო, მისთვის თამამად შემიძლია ეს ვთქვა, ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს და საკუთარ თავსაც და მის მეორე ოჯახს, რომლის ნაწილიც ჩვენ ყველანი ვართ და ვიყავით და ძალიან გვიყვარხარ ზურა და ეს რო არ გვეთქვა დღეს, ალბათ არაფრით არ იქნებოდა ფორმალური და ოფიციალური სხდომა. ასე ვიზიარებ და უზიარებ ყველა თანამშრომელს, იმიტომ რომ ცოტა მეც ნერვიულობ. ძალიან რთული და მძიმე დღე იყო გუშინ. დიდი ტკივილია და აი ვიცოდით და თვითონაც იცოდა რა ის იყო, მაგრამ ბოლო დღემდე გმირულად იდგა და ესე ვთქვათ არ იმჩნევდა და ნუ დაერთინა მას თქვა დიდი სპეციალისტი, დიდი გვერდში მდგომი, ძალიან მოზომილი ადამიანი დელიკატური ურთიერთობებში და ასე შემდეგ და ტელევიზიაში დღეს არის უტრიან მძიმე დღეებია. ხსოვნამის. აბა გიებ თანეთ თქვენ და
პირველ რიგში ვერცდები მეც რა თქმა უნდა ამ სამძიმრეს სიტყვებს, ძალიან დასანანი ამბავია. ეხლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელი სხდომის ერთ-ერთ მომენტს. სიმართლე გითხრათ, ერთი რამე მე ვერ გავიგე. მაგალითად ვერ გავიგე ის, აი საკითხი, რაც ქალბატონ თინას ეხება, როდემდე უნდა შევიტანოთ ჩვენი დღის წესრიგში. ეს მე ვერ გავიგე. ამას როდესღაც ბოლო ექნება თუ არ ექნება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არ არის არაფორმალური მომენტი, როგორც აქ ითქვა. ეს საკითხი ყველა ჩვენგანს ეხება, ეს საკითხი პირდაპირ ეხება სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობას და ქალბატონ თინა სულ არ აყენებდეს ამ საკითხს, ჩვენ დავაყენოთ ეს საკითხი, რომ გაირკვეს. ამას ბოლო უნდა ჰქონდეს, ესაც უსაშველოდ სხდომიდან სხდომაზე ვერ გადავა და არც უნდა გადავიდეს ჩემი აზრით. რით შეიძლება ეს დამთავრდეს? ქალბატონი ლიკა ქვია ხო, ქალბატონი ლიკა გამობრძანდა და თქვა რაღაცა ისეთი რამ, რაც მე ვფიქრობ არც მას ეკადრებოდა და არც ჩვენს ტელევიზიას. რას ვიზამთ? თქვა ეს მისი არჩევანი. მეორე მხრივ ქალბატონი თინათინი გამობრძანდა და ბრძანა რომ ეს სიმართლე არ არის. და აყენებს საკითხს, რომ ან უნდა უარყოფილი იქნას, ასევე საჯაროდ ეს განცხადება, ან უნდა დაასაბუთოს მან, ვინც ეს თქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უბრალოდ ჭორების გავრცელება, მე იმ დღეს ვთქვი ეს ამბავი და ეს იქნება არა მარტო ჭორის გავრცელება, არამედ ეს თავისი ნიშნებით აშკარად გავს ცილის წამებას. და ახლა ეს რომ მიზანდასახული ამბავია, მეც ამას ვიზიარებ, პროცედურულია, აქ უბრალოდ სიტყვებს არავინ არ ხარჯავს, ეს დიდი ხანია ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რით შეიძლება ეს დამთავრდეს? ეს ადამიანები ასე აპირებენ გასვლას აქედან და პასუხის არ გაცემას. ეს ძალიან გავს თავის დაძვრენის ცდელობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც ირჩევს და რა არჩევანი და რა ღირებულებებიც აქვს, მაგრამ ეს ღირებულებები თვითონ ჩვენგანსაც აქვს. ამიტომ მე როგორც ერთი წევრი აი ჩვენი სამეურვეო საბჭოსი დავიტოვებ იმის უფლებას, რომ თუ მომდევნო სხდომაზე ან არ გაირკვა, ან ბოდიში არ მოეხადეს ცილის წამების გავრცელებისთვის, თუნდაც აი ესეთი პროვოკაციული კითხვის დაყენებით, ან თუ არ მოიტანეს საბუთი, რაც დაადასტურებს მათ ნათქვამს, მაშინ მე დავიტოვებ უფლებას, რომ არასდროს ამ სხდომის სანამ ამ ბორდის წევრი ვარ, არასდროს არ მოусმინო არც ერთი ამ ადამიანის ნებისმიერ გამოსვლას. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ამბავი. მადლობთ ყურადღებისთვის. ხო, ეხლა მადლობა, ეს ახლა თვითონ თემა შედის, ახლა ეს მე გითხარით, რომ ღიად ვამბობდები თქვია, რომ ფაქტობრივად თქვი შეურაცხყოფას არ ვიღებ ამ ადამიანები და რაც არ უნდა თქვა და ველოდები, მაგრამ თვითონ თავისთავად კითხვები მაქვს, თქვი, რომ რას ნიშნავს ეს, შევახსენებთ, რომ ხშირად არის მე როგორ ჩანს ადამიანები როცა მომავალ იურიდიულად განათლებული ხარ, თქოს კომპლიმენტებად იღებენ და მე თქო რომ მე ასოგრული როგორც შეურაცხყოფად არ ვიღებ, ისე სერიოზულად არ ვიმართავ და სხვა შორის ჩვენ აი ვიხილავთ ხა სერიოზულად ლაპარაკობთ ადამიანებს და მე უნდა გითხრათ რომ წერილობით თუ გინდათ ღიად გეუბნებით რა წერილშია თქო ყველა ერთად ნახე წერილში წერენ რომ საგანგებო სხდომა დანიშნეო არა ესო საგანგებო სხდომა არისო ჯერ ერთი აბსურდია იმიტომ რომ ჩვენ ესე გვინდა ხშირად ესე მიაქცევთ იმიტომ რომ ჩვენ ხო 1/13 ვართო სხდომისო და ამაზე ესე ვთქვათ ნაზე ღიმილი გადაკრავთ და იმის უყურებთ ეს წერია და ეს უნდა ეს მოსულა იმიტომ ესე გვინდა და 3 ვარ და 11-ის 1/13 3-ია იმიტომ რომ ჩვენ ესე ვართ იმიტომ რომ მე როცებით ყველა აი სამართლებრივ ნორმებს ავწდი და ეს აწერია ეს ბოიკოტები როცა მინდა მოვალ და როცა მინდა არ მოვალ როცა მინდა მოვალ და ერთი ნახეთ როცა მინდა გავალ და როცა მინდა არ ცალია როცა მინდა მცალია ეხლა გავალ ერთი მე რო ვიკითხე და თქო ყველა გაგეცინათ რო არ გამოვაცხადოთ აჭარიც ისო ესე თუ წავიდე თქო ვითხრეთ არ შეიძლება და არ წერია იქ რომ რა ხდება მე თუ არ ვიიღებს ესე არ წერია იქ ეხლა რომ უკაცრავად ახლა
გახსენებათ ბორდის თავმჯდომარე წევრია ჩვეულებრივი ხდომას ვიწოვებ თორე და მე მართლა გითხრათ ახლა მომივიდა რანაირი სურვილი არ აქვს მათი არანაირი მოსმენის არც ასე გაზიარების და საერთოდ რაღაცა უნდა გქონდეს არა წინასწარვე ახლა თქვა ეხა ჩვენი ერთ დღეს ხდება ხოლმე ეს ვითომ გაივლის ყველაფერი და მე შემოდიან აი მე-18 მუხლის მეორე პუნქტის რაღაცა მუხლი აი იქ რაღაცა წერია აბსურდი ხო რასაკვირველია იქ არის რა იქ ეგეთი სიტუაცია ხო და მე არ ვიცი ეს როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ცალკე უნდა გითხრათ რომ ის რაც არის სამეურო საბჭო ერთის ხრი სამეურო საბჭოში პრობლემა არ არის იმიტომ რომ სამეურო საბჭო კიდეც ფუნქციონირებს მე იმიტომ არ ვიტყვია რაღაცის ნიშნი მომეგო ეს შენობა შენდებოდა წევრები ხმას არ აძლევდნენ ხან აძლევდნენ ხან არ აძლევდნენ ერთი ორჯერ მიცეს კი შენობაც აშენდა მუსლიმის არ იყო შენობა მე არის მე ეგერ შვებიან მე ეგერ გადავხედავ ახლა პირდაპირ ხან რაღაცას ლაპარაკობ გადავხედავ ტექნიკურ თავრობას ქვიან მე შეიძლება სიტუაცია მე აღარ ქვიან მე იქ არიან მე აქ არიან მე ხარ მოვლენ ყველა მათი სიტყვა შეურაცხყოფა არის ვინც ესე ვთქვა იღებს მე ამიტომ მოგიწოდოთ რომ ყველა მათი სიტყვა არის შეურაცხყოფილი თავიდანვე ესე აწყობილი ეს იურიდიული ცოდნა კი ბატონო იურიდიულად ძლიერები არის მათემატიკაში წერეს ხდობა დანიშნე და თან ესეთი და მეორე წუთში მეუნებიან რომ ხდომა თუნდაც ურთიერთობა არის ხო გამოცდილება რაღაც ხდომას ურთიერთობა გინდა შენი საკითხი აბა როგორ არის აბა ეს კი არა იმაში უწოდება ხო ურთიერთობისკენ და აქ მეუნები რომ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებდა ეს რატო უნდა განვიხილო ბოიკოტიო და იქიდან მეუნები რომ 1/13 ვარ და ხდომა დანიშნე უკვე ცხადია ეს რისთვისაც არის ხო ბუნებრივი ამას არ განვიხილავ ის მინდა და განი როცა მინდა ვილაპარაკ კი ბატონო ჩვენთან არა გვაქვს ეს მანდატურის სამსახური და არ შეგვიძლია მაგრამ მე თანდათან იქით გავიხრებ ხეს თავმჯდომარე რო არა ის კი არა ვარ მე კანონებში წერია არც ამაგდა მე თანდათან სულიად ვდგები რომ არანაირი მოსმენის ხასიათზე ესე თუ მე არ ვიცი რომ ხეს დიდი ტრაგედიას გამოიწვევს განსაკუთრებით ამ სამიდან ზოგიერთ წევში რომელთაც ისედაც იშვიათად ახსენდებათ ახლა ხდომაზე მოსulis ამბავი და მაგრამ ნუ მაინც ვფიქრობ რომ თანდათან ჩვენ რაღაცა ეს ამ ამბავმა ეს უნდა მივიყვანოთ და რატო ვიცით რომ ურთიერთობა ჩვენ შორისაც შეიძლება იყოს კამათის საშუალებაც მე სულ არ მინდა და სულაც არა ვარ ჩვენ ერთ აზრზე მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა ვაყენოთ ერთმანეთს არ მოусვინოთ ერთმანეთს განუწყვეტლივ ხან ისეძახო ხან ესეძახო აღარ გავიმეორებ ახლა ამ ამბავს ხო ესე იგი და ნუ რა ვიცი ახლა ესეც ცნობად მივიღეთ ახლა ესეთი ამბავია და ნუ ნახოთ ახლა როგორ იქნება ეს მე ვფიქრობ რომ უცებ უნდა და მძიმე შედეგად დარჩებოდა იმიტომ რომ სიტყვას მაგრამ ეს გადაიჭრებოდა მარტივი საკითხით არსებობს სიტყვები რომ შემეშალა და ბოდიში ეს არსებობს ქართულში ესეთი სიტყვები მაგრამ მე დღეს რაც უსვინე პირიქით სიტუაცია არის პირიქით არის დღეს საინტერესო მათთვის აღმოჩნდა წინა ბოიკოტის საინტერესო აღმოჩნდა ეს მათი რა ვიცი წაჯეკ უკუჯეკობანის მათემატიკა რომ სამი ადამიანი ვართ და ამიტომ ეს ჩვენ გვინდა ჩვენ ვართ მე-13 11-ის მე-13 ვართ და არის 3 და ესე თქვა და ღიბილი კი ბატონო არა უშო ჩვენ სამეურო საბჭო ფუნქციონირებს აბა დაანჩენი არის შემოდგომაზე გვაქვს შენ ახალი თემები იქნება თინა და ალბათ სექტორში სლობა იქნება ჩვეულებრივი და შემდეგ უკვე არჩევნები როგორ კონკურსის შედეგები როგორც იქნება დაანჩენი ეს გამოცხადებულია და მე რო ადამიანმა მკითხოს მე რო მკითხოს აბა ეს არ არის ესე ცალკე ვთქვა იქნება სპორტი იმიტომ რომ რაგბის კონტრაქტია რომელიც ეს ფორმალურად ხდება იმ 0%-ს და როდის არის ესა 23-ში უკვე იქნება ქალების თამაში ამ არა მაგრამ ჩვენ როდის თქვენ აი შემდეგ კვირასაც თუ შესაძლებელია აგვისტოს ხო შემდეგ ხუჩაბა ან შემდეგ ხუჩაბა შემდეგ თორე ჩვენ დღეს არ გამოვიდოდა კაცური შემოგეტანათ არა არ გამოვიდოდა არა ტენდერებს ველოდებით არა მაშინ ნახეთ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ რომ 28-ში არ გამოვა საკითხი დავაგროვეთ ერთი წუთი დავასრულებ ბაცა აი ეს არის ერთი წუთი დავასრულებ რამდენიმე საკითხი ერთად დავაგროვეთ რომ ყოველ ხუჩაბაც არ იყოს ხდომა გვაქვს სამი საკითხი ეს არის ერთი რაგბი და ორი ტენდერი რომელიც ასევე ცდება გარკვეულწილად 1%-ს რომლის დასრულებაც აგერ უკვე ამ კვირის პარასკევს იქნება და ამიტომ სამივე საკითხს ერთად შემოვიტანთ იმიტომ რომ თითო საკითხს და თითო ხუჩაბაც ხო არ დაუდგავთ
ხო, შესაძლებელი არ იყოს ხუჭე პარასკევი ან ნებისმიერი სხვა პრობლემა არ დღე. არის, შემდეგ ხა რაღაც წევრები შეიძლება იყო და შემდეგ სამშაბათი რა რიცხვია? 19-ში? არის პრობლემა. არც 21-ში არ გვაქვს პრობლემა. ხო, არა და 19. ფერის ცვალობაა. 18 არა. არა, 19-ში შესაძლებელია. დასვენება არ არის და შესაძლებელია. და ფერის ცვალობა რა არის, თვალსაც მიულოცავ და იქნება 19 მაშინ. კი ბატონო, ჩვენ მზად ვიქნებით. კვირა არის ოღონდ. სამშაბათია. 19 არის სამშაბათი. სამშაბათი რა დღეა? 19 არის სამშაბათი, დღეს 12-ია, 7 დღის. მაშინ თქვა და დავნიშნე. დღე სწორია. 19-ში 19-ში 2 საათზე. 19-ში 2 საათზე. 19-ში. და 3 საკითხი გვექნება. კი, 3 საკითხი გვექნება, ნუ 2 რაგბის კონტრაქტი, რომელიც ძალიან მარტივად დგას საკითხი, ხა ეთერში უშვებთ. ისე პრაქტიკის ის თქვა, შეგვიძლია რომ მეც დავნიშნო, შეგვიძლია რომ თქვენ დანიშნოთ, ესე იგი. და შეგიძლიათ 1/13-იც დავნიშნოთ, შეგვიძლია ეგეთი დირექტორი ვერ დანიშნა. დირექტორი მოთხოვნით ინიშნება, და ისე ტენდერებიც ისეთი არის, საპორტია, ასე ვთქვა, დავიდის, რომელიც ასევე კონტრაქტის გადაგრძელება, ამიტომ ისეთი საკითხია, რომელიც შესწავლილი არ არის, ან რაიმე დამატებითი საკითხები შეიძლება იყოს, უბრალოდ ჩვენ ველოდებით მაინც ფორმალურად, ასე ვთქვა. და როდის შემოიტანთ, აბანო შემოიტანთ. ჩვენ პარასკევს შემოვიტანთ იმისთვის, რომ 19-ში იყოს განხილული. შევთანხმდით, აგეც კარგია, რომ ბოლოში სხდომას დავნიშნეთ. ესე იგი ინტენსიურად მოკლედ ჩვენ შემოვიტანთ ისე, რომ სამშაბათს სხდომა გქონდეთ, პრობლემა არ იქნება. ხო და ეს მაშინ ესეც არის და მეორე საკითხად არის ისევ ეს თინას საკითხი აუცილებლად ისევ. კი ბატონო. ისევ და ისევ. და საერთოდ მე თანდა შემოვიტანა. მე არ ვხვდებდნო სასამართლოს საკითხებს თუ ამას არ ვაკეთებ სასამართლო და წავა სასამართლოში. არა, მე მაგ გაცნობთ რა, მე მაგ წინააღმდება რომ ამ საკითხს დავარქვათ თინას ლიკური. კაი, ბატონო. ამჯერად ჯერჯერობით მეორე საკითხად და მე გადავიტანთ პირველად.